ოდესმე დაფიქრებულ ხართ, სად ცხოვრობს ღმერთი, ღრუბლებსა და ვარსკვლავებს შორის, ტაძრებსა თუ ხატებში, ან იქნების იმაზე ახლოსაა ვიდრე ჩანს. დიდი მეცნიერი ნიკოლა ტესლა ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული იყო. ეს საოცარი ადამიანი ღმერთს იქ ხედავდა, სადაც ჩვენგან უმეტესობა ვერც კი წარმოიდგენდა. სივრცის ყველა ნაწილაკში, ქარის ყოველ ამოსუნთქვასა და წვიმის ყველა წვეთში. მაგრამ რას გულისხმობდა დიდი გენიოსი, როდესაც ამბობდა, რომ ღმერთი აქ, ჩვენ შორის ცხოვრობს და მისი შეხებაც კი შესაძლებელია. დღეს მე მოგიყვებით უნიკალურ ისტორიას იმაზე, თუ როგორ შეძლო ნიკოლა ტესლამ ჩვეული სამყაროს საზღვრებს მიღმა შეეხედა და ფიზიკურ რეალობაზე მეტი დაენახა. თქვენ გაიგებთ მის ღრმა აზრებს ენერგიის ბუნებაზე, იმაზე თუ როგორ არის სამყარო სინამდვილეში მოწყობილი და რატომ ცხოვრობს სწორედ იქ ნამდვილი ღვთაებრივი ძალა. დამიჯერეთ, ამ მოგზაურობის ბოლოს თქვენი წარმოდგენა სამყაროსა და საკუთარ თავზე სამუდამოდ შეიცვლება. ამიტომ თუ გსურთ აღმოაჩინოთ წარმოუდგენელი ჭეშმარიტებები, რომელსაც გენიოსი მალავდა, აუცილებლად დარჩით ბოლომდე. მოიწონეთ ეს ვიდეო ახლავე, რადგან სწორედ თქვენი მოწონება იქნება სიგნალი იმისა, რომ მზად ხართ გაიგოთ ნამდვილი სიმართლე იმის შესახებ, თუ სად ცხოვრობს ღმერთი. გაუზიარეთ ვიდეო მეგობრებს, რათა ისინიც არ დარჩნენ ამ წარმოუდგენელი აღმოჩენების მიღმა. ახლა კი გადადეთ ყველა თქვენი წინასწარ შექმნილი შეხედულება და მოემზადეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე ამაღელვებელი მოგზაურობისთვის. ნიკოლა ტესლა ყოველთვის იდუმალი პიროვნება იყო. ის თითქოს სხვა დროიდან ან თუნდაც სხვა რეალობიდან მოვიდა. ბავშვობიდან მას აინტერესებდა ის, რაც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის მიუწვდომელი იყო. მას არ აინტერესებდა საბავშვო თამაშები და გართობა. ის თითქოს მოხიბლული იყო გარემომცველი სამყაროთი, მაგრამ მასში ხედავდა რაღაცას, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ. მისი წარმოუდგენელი ინტუიცია და ღრმა ხედვა საშუალებას აძლევდა, მას დაენახა ფარული კავშირები და კანონზომიერებები ბუნების ყველაზე ჩვეულებრივ მოვლენებში. ერთხელ, ბავშვობაში, ტესლამ ძლიერი ჭექა-ქუხილი ნახა. თითქოს და რა არის ამაში განსაკუთრებული. მაგრამ სწორედ ამ მომენტში მის შიგნით რაღაც სამუდამოდ შეიცვალა. ბიჭი ელვას უყურებდა და უცებ ნათლად იგრძნო, რომ სამყაროში არსებობს უხილავი ძალა, რომელიც ყველაფერს აერთიანებს. იმ დროიდან მას მისი ძებნა არასდროს შეუწყვეტია. როდესაც ის გაიზარდა, ნიკოლამ ენერგიაზე დაიწყო საუბარი, როგორც სამყაროს ცნობიერებაზე. აქ იხსნება პირველი გამოცანა. რა მოხდება, თუ ღმერთი არ არის შორეული მსაჯული, არამედ უზარმაზარი, ყოვლისმომცველი ენერგია, რომელიც ყველგან არის წარმოდგენილი, ყოველ ატომსა და მოლეკულაში? რა მოხდება, თუ სწორედ ეს ენერგია არის ღმერთი, რომელიც ჩვენთან ნიშნებითა და სიმბოლოებით, ვიბრაციებითა და გრძნობებით საუბრობს? წარმოიდგინეთ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ განიცდით ბედნიერებას ან შთაგონებას, თქვენ პირდაპირ ღმერთთან ურთიერთობთ, ამ უსასრულო სამყაროს ენერგიასთან. სწორედ ასე ამბობდა ტესლა. ის ამტკიცებდა, რომ ლოცვა არ არის დახმარების თხოვნა, არამედ უსასრულო წყაროს სიხშირეზე მორგება. მაგრამ რატომ ვერ ვამჩნევთ ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში? რატომ? მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ფაქტობრივად ყველგან გარს გვაკრავს, ადამიანები კვლავ გრძნობენ თავს მარტოსულად და სამყაროსგან მოწყვეტილად. ამ კითხვაზე პასუხს ტესლა ჩვენს რეალობის აღქმაში ხედავდა. ის თვლიდა, რომ კაცობრიობა ცნობიერების მიერ შექმნილი ილუზიების სამყაროში ცხოვრობს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ცალკეული არსებები ვართ, ერთმანეთისგან და გარემომცველი სამყაროსგან იზოლირებულები. მაგრამ ეს, ამბობდა ის, კაცობრიობის უდიდესი შეცდომაა. სინამდვილეში, ჩვენ ყველანი ერთმანეთთან და სამყაროსთან ვართ დაკავშირებულები, უხილავი, მაგრამ რეალური ენერგეტიკული ძაფებით. სწორედ ეს კავშირები გვაქცევს ჩვენ ერთიანი მთელის ნაწილად. მეტიც, ტესლა თვლიდა, რომ სწორედ ამ კავშირის გაცნობიერება ანიჭებს ადამიანს ნამდვილ ბედნიერებასა და ჰარმონიას. მაგრამ როგორ ვიგრძნოთ ეს კავშირი? როგორ ვიგრძნოთ, რომ ღმერთი მართლაც აქ, ჩვენს გვერდით, ჩვენი თითოეული შიგნით ცხოვრობს?
სწორედ ამაზე მოგიყვებით ჩვენი საოცარი მოგზაურობის შემდეგ ნაწილებში ნიკოლა ტესლას საიდუმლოებების შესახებ. თქვენ გელით უამრავი წარმოუდგენელი აღმოჩენა, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. მზად ხართ, დაინახოთ სამყარო ისე, როგორც მას გენიოსი ხედავდა. მზად ხართ, შეიგრძნოთ ნამდვილი ღვთაებრივი ძალა საკუთარ თავში, მაშინ განაგრძეთ ყურება. ყველაზე საოცარი ჯერ კიდევ წინ არის. ერთხელ მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე მდგომმა ნიკოლა ტესლამ წარმოთქვა სიტყვები, რომელმაც ყველა გააჩერა. თუ გსურთ გაიგოთ სამყაროს საიდუმლოებები, იფიქრეთ ენერგიის, სიხშირისა და ვიბრაციის კატეგორიებით. თავდაპირველად ადამიანები მის განცხადებას ლამაზ, მაგრამ უაზრო ფილოსოფიურ მსჯელობად აღიქვამდნენ. მათ ვერ გაიგეს, როგორ შეიძლება სიხშირეები და ვიბრაციები იყოს გასაღები ისეთი გლობალური და მნიშვნელოვანი რამისთვის, როგორიცაა სამყარო და ღმერთი. მაგრამ სწორედ ეს სამი მარტივი სიტყვა მალავდა ჭეშმარიტებას, რომელსაც შეეძლო ადამიანის აღქმა სამუდამოდ შეეცვალა. ტესლა არამარტო საუბრობდა ენერგიებსა და ვიბრაციებზე, ის ფაქტობრივად მათით ცხოვრობდა. მისი ცნობიერება, თითქოს იდეალურად მორგებული მიმღები, იჭერდა სიგნალებს, რომლებიც ადამიანების უმეტესობისთვის მიუწვდომელი იყო. ამის წყალობით ის არამარტო ქმნიდა გენიალურ გამოგონებებს, არამედ ხედავდა მატერიალური სამყაროს მიღმა. როდესაც ჩვეულებრივი ადამიანები სამყაროს უყურებდნენ, ისინი მხოლოდ საგნებსა და ფორმებს ხედავდნენ. როდესაც მას ტესლა უყურებდა, ის ხედავდა უსასრულო ენერგიის ოკეანეს, რომელიც მუდმივად მოძრაობს, იცვლება და ურთიერთქმედებს. მაგრამ რა არის ეს ენერგია, რომელზეც ტესლა საუბრობდა? ცადოთ ერთად გავიგოთ. წარმოიდგინეთ, რომ სამყაროში ყველაფერი შედგება არა მყარი საგნებისგან, არამედ უმცირესი ვიბრირებადი ნაწილაკებისგან. თითოეული საგანი, თქვენი სხეულის თითოეული უჯრედი, არის ვიბრაციებისა და სიხშირეების ნაკრები, რომელთაგან თითოეული უნიკალურია და თავის ინფორმაციას ატარებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვართ ცოცხალი მელოდიები, რომლებიც სხვადასხვა სიხშირეებზე ჟღერს. ტესლა ამტკიცებდა, რომ მთელი სამყარო გრანდიოზული სიმფონიაა. ღმერთი, რომელზეც ის საუბრობდა, არ არის ცალკეული არსება სადღაც მაღლა. ის არის ამ სიმფონიის დირიჟორი, მისი ავტორი და შემსრულებელი ერთდროულად. ეს არის ენერგია, რომელიც ჩვენი არსებობის ყოველ წამს განსჭვალავს და ქმნის სიცოცხლის ჰარმონიას. თითოეულ ადამიანს, ამბობდა ტესლა, შეუძლია იგრძნოს ღმერთის არსებობა თავის ცხოვრებაში, თუ ის თავის ცნობიერებას სწორ სიხშირეზე მოარგებს. აქ იმალება მისი ფილოსოფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოცანა. როგორ შეგვიძლია ჩვეულებრივმა ადამიანებმა ჩვენი ცნობიერება იმავე ღვთაებრივ სიხშირეზე მოვარგოთ? ტესლა დარწმუნებული იყო, რომ ადამიანის ცნობიერებას წარმოუდგენელი რამეები შეუძლია. მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა დავშორდეთ ჩვეულ მითებს, შიშებსა და ეჭვებს, რომლებიც ჩვენს აღქმას აბინძურებს. მისი აზრით, ადამიანების უმეტესობა მუდმივ შინაგან ხმაურში ცხოვრობს, რომელიც არ აძლევს საშუალებას მოისმინოს სამყაროს ხმა. იმისთვის, რომ მივუახლოვდეთ ჭეშმარიტებას, აუცილებელია გავწმინდოთ ჩვენი ცნობიერება ზედმეტი აზრებისგან და ვისწავლოთ გარემომცველი სივრცის მოსმენა. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, რომელსაც ალბათ თქვენც უსვამთ საკუთარ თავს. როგორ გავაკეთოთ ეს? როგორ უნდა შეიგრძნოს ჩვეულებრივმა ადამიანმა, რომელიც ყოველდღიური საზრუნავითა და პრობლემებითაა გარშემორტყმული, ეს საოცარი კავშირი უსასრულო ენერგიასთან? პასუხი მასზე ერთდროულად მარტივი და წარმოუდგენლად ღრმაა. ტესლა თვლიდა, რომ პირველი ნაბიჯი საკუთარი თავის სამყაროს ნაწილად გაცნობიერებისკენ არის დაკვირვება და გაცნობიერება. სცადეთ ერთი დღე მაინც გაატაროთ თქვენს აზრებსა და ემოციებზე ყურადღებით დაკვირვებაში. გაგიკვირდებათ, რამდენი ზედმეტი ხმაური ცხოვრობს ჩვენში. როდესაც ამის გაცნობიერებას დაიწყებთ, თანდათან მოვა იმის გაგება, თუ რამდენად ვახშობთ ენერგიის ბუნებრივ ნაკადს ჩვენი შიშებითა და განცდებით. გარდა ამისა, ნიკოლა ამბობდა, რომ სამყარო ჩვენთან სიმბოლოებისა და ნიშნების ენაზე საუბრობს. თქვენ ალბათ შეგიმჩნევიათ, როგორ გვაძლევს სამყარო ზოგჯერ სიგნალებს თითქოს ცდილობს სწორ გზაზე დაგვაყენოს. იქნებ შემთხვევით საუბარში მოისმინეთ საჭირო სიტყვები, ან მზერას შემთხვევით დაეცა წიგნს, რომელშიც მნიშვნელოვანი მინიშნება აღმოჩნდა.
ეს ყველაფერი სწორედ იმ ღვთაებრივი ენერგიის გამოვლინებაა, რომელზეც ტესლა საუბრობდა. როდესაც თქვენ იწყებთ ცხოვრების აღქმას, როგორც უწყვეთ დიალოგს სამყაროსთან, თქვენს წინაშე იხსნება კარები რეალობის სრულიად ახალი გაგებისკენ. ეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც თქვენ იწყებთ იმის შეგრძნებას, რომ ღმერთი მართლაც აქ ცხოვრობს ახლა, თქვენს ყოველ ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვაში. მაგრამ როგორ ვისწავლოთ ამ ნიშნების მოსმენა? როგორ მოვერგოთ იმავე ტალღას, რომელზეც ღმერთის ხმა ჟღერს? ნიკოლა ტესლამ დაგვიტოვა საოცარი მინიშნებები, რომელთა შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის. სწორედ მათზე ვისაუბრებთ შემდგომში, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ნამდვილი გაგების პოვნას და უდიდესი სამყაროს საიდუმლოს ამოხსნას. მზად ხართ, მოისმინოთ, რისი თქმა სურდა უდიდეს გენიოს კაცობრიობისთვის. მაშინ არ გამოტოვოთ ჩვენი შემდგომი გზის არც ერთი წამი, თქვენ გელით ბევრი წარმოუდგენელი და სრულიად საოცარი რამ. ნიკოლა ტესლა ამტკიცებდა, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს სამყაროს ენის აღქმისა და გაგების შინაგანი უნარი, მაგრამ რას გულისხმობდა ის კონკრეტულად ამ ენაში? რადგან, როდესაც ენებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვგულისხმობთ სიტყვებს, ასოებსა და ბგერებს. თუმცა სამყარო, ტესლას სიტყვებით, ჩვენთან გაცილებით უფრო დახვეწილ დონეზე საუბრობს, ენერგიის, ინტუიციის და ცნობიერების განსაკუთრებული მდგომარეობების მეშვეობით. ერთხელ ტესლამ შენიშნა: ჩემი აღმოჩენები, ჩემი დამსახურება არ არის, მე მხოლოდ ინსტრუმენტი ვარ სამყაროს ხელში. დაფიქრდით ამ სიტყვებზე? დიდი მეცნიერი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, როგორც გენიოს და გამომგონებელს, საკუთარ თავს მხოლოდ გამტარად ხედავდა, ადამიანად, რომელმაც შეძლო სწორ ტალღაზე მორგება. სწორედ ამიტომ ის თავის აღმოჩენებს არ თვლიდა მხოლოდ პირად დამსახურებად, არამედ საჩუქრად, რომელიც მან სამყაროს ცნობიერებისგან მიიღო. მაგრამ ჩნდება კითხვა, თუ ეს ყველასთვის ხელმისაწვდომია, რატომ არ აკეთებენ სხვა ადამიანები ასეთ აღმოჩენებს? პასუხი, ტესლას აზრით, ძალიან მარტივია. ადამიანების უმეტესობა უბრალოდ არენდობა ინტუიციას და თავის შინაგან ხმას. ჩვენ მიჩვეული ვართ, ვეყრდნოთ ლოგიკასა და რაციონალურ აზროვნებას და უგულებელყოთ ის მინიშნებები, რომელსაც თავად ცხოვრება გვაძლევს. მაგრამ სწორედ ამ მინიშნებებშია დამალული სამყაროს ენერგია, ის ღმერთის ხმა, რომელსაც სურს დაგვეხმაროს, გვიხელმძღვანელოს და მხარი დაგვიჭიროს. გაიხსენეთ მომენტები, როდესაც უცებ თავში გენიალური იდეა მოგივიდათ, თითქოს არსაიდან. შესაძლოა თქვენ განიცადეთ გამონათება და პოულობდით პასუხებს კითხვებზე, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ გაძლევდნენ მოსვენებას. სწორედ ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ურთიერთობს სამყარო ჩვენთან. ტესლა ამტკიცებდა, რომ ასეთი კავშირი შეიძლება იყოს არა შემთხვევითობა, არამედ ცხოვრების წესი და მუდმივი პრაქტიკა. ის პირადად იყენებდა ამ მიდგომას, როდესაც თავის გამოგონებებს ქმნიდა. მაგალითად, ცნობილია ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დაინახა ნიკოლამ თავის წარმოსახვაში სრულად გამზადებული ელექტროძრავა. ეს მოხდა არა კროპოტკინიანი გამოთვლებისა და ექსპერიმენტების შედეგად, არამედ სეირნობის დროს, როდესაც მისი ცნობიერება თავისუფალი იყო აკვიატებული აზრებისგან. ტესლამ გააცნობიერა, რომ ადამიანის ცნობიერება არის მიმღები და გადამცემი ენერგიის ერთდროულად. ის, რაზეც ჩვენ ვფიქრობთ და რაზეც ვკონცენტრირდებით, ხდება ჩვენი რეალობის ნაწილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვართ ჩვენი ცხოვრების თანაავტორები სამყაროსთან ერთად. მაგრამ რატომ არ შეუძლია ბევრ ადამიანს ამის შეგრძნება? რატომ არის ასე ძნელი იმის დაჯერება, რომ სამყარო ისმენს ჩვენს აზრებსა და გრძნობებს და პასუხობს მათ? ტესლა დარწმუნებული იყო, რომ მთავარი მიზეზი ის არის, რომ ჩვენგან უმეტესობა მუდმივი შინაგანი კონფლიქტის მდგომარეობაში ცხოვრობს. ჩვენ გსურს რაღაც, მაგრამ ეჭვი გვეპარება საკუთარ თავში და ჩვენს შესაძლებლობებში. ჩვენ ვოცნებობთ, მაგრამ გვეშინია, რომ ოცნებები არ ახდება. ჩვენ ვუგზავნით სამყაროს სიგნალებს, მაგრამ მაშინვე თავადვე ვბლოკავთ მათ ჩვენი უნდობლობითა და შიშებით. აქ გენიალურმა მეცნიერმა კაცობრიობას მისცა მარტივი, მაგრამ წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. ის ურჩევდა ადამიანებს განევითარებინათ რწმენა საკუთარ ძალებში და ესწავლათ პოზიტიურად აზროვნება. თუ გსურთ სამყაროსგან პასუხის მიღება, ამბობდა ის, დასვით კითხვა და გულწრფელად დაიჯერეთ, რომ პასუხი მოვა. არ შეგეპაროთ ეჭვი. ნუ მერყეობთ, უბრალოდ ირწმუნეთ
და დააკვირდით ნიშნებს, რომლებიც მოვა. ტესლა თავად იყენებდა ამ მეთოდს. როდესაც რთული პრობლემის გადაწყვეტა სჭირდებოდა, ის გონებრივად სვამდა კითხვას და უბრალოდ ელოდა, როდის მოვიდოდა პასუხი თავისთავად. პასუხები მართლაც მოდიოდა სახეების, შემთხვევითი სიტყვების, წიგნებში უცნობ ადამიანებთან საუბრების სახით. ის ამაში ხედავდა ნათელ დადასტურებას იმისა, რომ სამყარო ჩვენთან მუდმივ დიალოგს აწარმოებს. ახლა კი დაფიქრდით ერთი წუთით იმაზე, თუ როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება, თუ თქვენ დაიწყებთ ყოველ მოვლენაში არა შემთხვევითობას, არამედ სამყაროს მინიშნებას. წარმოიდგინეთ, რამდენად უფრო მდიდარი და საინტერესო გახდება თქვენი შინაგანი სამყარო, როდესაც თქვენ დაიწყებთ უხილავი კავშირებისა და საოცარი დამთხოვების შემჩნევას. მაგრამ როგორ ვისწავლოთ ამ მინიშნებების ნდობა? როგორ არ გამოვტოვოთ სამყაროს ხმა, თუ ის ისე ჩუმად და დახვეწილად ჟღერს, რომ თითქმის შეუმჩნეველია ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ ხმაურში? პასუხი, რომელიც ნიკოლა ტესლამ გასცა, შეიძლება გაგაოცოთ თავისი სიმარტივითა და სიღრმით ერთდროულად. სწორედ მის შესახებ გავიგებთ ძალიან მალე. დამიჯერეთ, ეს გახდება გასაღები არა მხოლოდ სამყაროს, არამედ საკუთარი თავის სრულიად ახალი გაგებისკენ. როდესაც ნიკოლა ტესლამ თავისი კვლევები დაიწყო, ბევრი მეცნიერი მას ირონიით უყურებდა. როგორ შეიძლება სერიოზულად აღიქვა ადამიანი, რომელიც საუბრობს რაღაც ეთერზე, ვიბრაციებსა და ენერგიაზე, რომელიც ჩვეულებრივი თვალით უხილავია. მაგრამ ტესლა ყურადღებას არ აქცევდა კრიტიკას და თავის გზას აგრძელებდა. მან იცოდა, რომ აღმოაჩინა რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი ფიზიკური კანონები. მან იგრძნო, რომ შეეხო რეალობის ნამდვილ ბუნებას, რომელიც ჩვეული გაგების მიღმა დგას. სწორედ მაშინ, თავის ლაბორატორიაში, უცნაური ხელსაწყოებით, კოჭებითა და მანათობელი ნათურებით გარშემორტყმულმა ტესლამ, პირველად ნათლად გააცნობიერა, რომ სამყარო არ არის უსიცოცხლო სივრცე, არამედ რაღაც ცოცხალი სულიერი ცნობიერებითა და მნიშვნელობით სავსე. ის ამის დადასტურებას ყველგან ხედავდა ელექტროენერგიის ქცევაში, მაგნიტურ ველებში, იდუმალ მოვლენებში, რომლებიც მაშინ ყველაზე გამოჩენილი გონებაც კი ვერ ხსნიდა. იმისთვის, რომ გაიგოთ ტესლა, წარმოიდგინეთ ზღვა. ის გვეჩვენება უზარმაზარი და უხმო, მაგრამ ღირს მოусმინოთ. და თქვენ გაიგონებთ ტალღების ხმას, იგრძნობთ უსაზღვრო წყლის ზედაპირიდან გამომავალ ენერგიას. ამ ზღვის მსგავსად, სამყაროც ჩვენთან საუბრობს. და მისი ხმა არის ვიბრაციები და სიხშირეები, რომლებზეც ტესლა ასე ბევრს საუბრობდა. მაგრამ ჩნდება კიდევ ერთი საინტერესო კითხვა. თუ სამყარო ცოცხალი ცნობიერებაა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენ შეგვიძლია მასთან ცნობიერად ურთიერთობა? შეგვიძლია თუ არა ჩვენ, ადამიანებს მართოთ ენერგია და ამით შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება? ტესლა ამაზე დადებითად პასუხობდა. ის არამხოლოდ სჯეროდა, არამედ საკუთარ გამოცდილებაზე დარწმუნდა, რომ ადამიანს შეუძლია არამხოლოდ ამ ენერგიის აღქმა, არამედ მისი გამოყენებაც საკუთარი თავისთვის. ის ამტკიცებდა, რომ როდესაც ადამიანი თავის ყურადღებასა და აზრებს გარკვეული მიმართულებით მიმართავს, ის ფაქტობრივად ქმნის რეალობას თავის გარშემო. დაფიქრდით, რატომ გამოდის ზოგჯერ ყველაფერი ადვილად და თავისთავად, ხოლო ზოგჯერ ყველა მცდელობის მიუხედავად თქვენ დაბრკოლებებს აწყდებით? ტესლა ამას მარტივად ხსნიდა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის თქვენი ცნობიერება მორგებული. თუ თქვენ კონცენტრირებული ხართ პოზიტივზე და წარმატებაში დარწმუნებული ხართ, მაშინ სამყარო იწყებს თქვენთან თანამშრომლობას, კარებს გიხსნით და საჭირო შესაძლებლობებს გაძლევთ. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ უბრალოდ დივანზე უნდა იჯდეთ და სასწაულებს ელოდოთ. არა, ტესლა მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ მოქმედება აუცილებელია. მაგრამ მოქმედების წინ ყოველთვის უნდა იყოს სწორი აზრი და ნათელი განზრახვა, რადგან სწორედ ჩვენი აზრებია ის გასაღებები, რომლებიც სამყაროს მძლავრ მექანიზმს ამუშავებენ. საოცარია, არა? გამოდის, რომ ის ძალა, რომელსაც ასე დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ ალქიმიკოსები, მისტიკოსები და მეცნიერები, ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო, თითოეული ჩვენგანის შიგნით. ტესლამ ამის შესახებ ზუსტად იცოდა. ის ამბობდა, ნუ ეძებთ ჭეშმარიტებას სადღაც შორს, ის იმაზე ახლოსაა, ვიდრე თქვენ ფიქრობთ, სწორედ თქვენს ცნობიერებაში.
მაგრამ როგორ გამოვიყენოთ ეს ძალა? როგორ გამოიყენოს ჩვეულებრივმა ადამიანმა ვიბრაციებისა და სიხშირეების შესახებ ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ გახდეს უფრო ბედნიერი, წარმატებული და ჰარმონიული? ნიკოლა ტესლამ ეს მომენტი დაწვრილებით ახსნა საკუთარ მაგალითზე. ის ხშირად ამბობდა, რომ მის ცხოვრებაში შემთხვევითობას ადგილი არ ჰქონდა. ყველაფერი იყო ცნობიერი არჩევანის, ნიშნებზე ყურადღებით დაკვირვებისა და სამყაროსადმი ნდობის შედეგი. მაგალითად, ნიშნელოვანი ექსპერიმენტების წინ ტესლა ყოველთვის განსაკუთრებულ შინაგან მდგომარეობაზე მორგებული იყო, რომლის დროსაც მისი ცნობიერება მაქსიმალურად მგრძნობიარე ხდებოდა გარე სიგნალების მიმართ. ის ამ მდგომარეობას სუფთა აღქმას უწოდებდა. სწორედ ასეთ მომენტებში მასთან მოდიოდა ყველაზე გენიალური იდეები და აღმოჩენები. თანაც ეს იდეები ტესლას ცნობიერებაში თითქოს თავისთავად ჩნდებოდა, შთაგონების ელვასავით. მე არაფერს ვიგონებ, ამბობდა ტესლა. მე მხოლოდ ვიღებ ინფორმაციას სამყაროსგან და მას ცხოვრებაში ვანხორციელებ. წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება, თუ თქვენ ისწავლით ამ საოცარ მდგომარეობაში შესვლას, თუ თქვენ ისწავლით პასუხების მიღებას, რომელსაც სამყარო სწორედ თქვენ გიგზავნით. დაფიქრდით, რა შესაძლებლობები გაიხსნება თქვენს წინაშე და რა წარმოუდგენელი პერსპექტივები გაჩნდება. მაგრამ რა არის ეს განსაკუთრებული მდგომარეობა და როგორ მივახციოთ მას? როგორ ვისწავლოთ თითოეულმა ჩვენგანმა ვიყოთ ისეთი მგრძნობიარეები, რომ სამყაროს ხმა ისეთივე ნათლად გავიგოთ, როგორც მას ტესლა ისმენდა? ამ კითხვებს პასუხი არ ჰქონდათ, თუნდაც უდიდესი გენიოსის ყველაზე ერთგულ მოწაფეებსაც კი. მხოლოდ თავად ტესლას შეეძლო მათზე ზუსტი და საოცრად მარტივი პასუხის გაცემა, პასუხი, რომელსაც შეუძლია სამუდამოდ შეცვალოს თქვენი ცხოვრება და გაგიხსნათ კარები სრულიად ახალი რეალობისკენ. ნიკოლა ტესლა თვლიდა, რომ ადამიანის ცნობიერებას კოლოსალური ძალა აქვს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს გარემომცველ რეალობაზე. მაგრამ ამავე დროს ის ხვდებოდა, რომ ადამიანების უმეტესობა ვერ ახერხებს ამ ძალის გამოვლენას, უბრალოდ იმიტომ, რომ არ იციან, როგორ მოარგონ თავიანთი ცნობიერება სწორად. თავად ტესლასთვის ეს ყოველდღიური პრაქტიკა იყო, რომელიც მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო, რომელსაც ის მხოლოდ უახლოეს მოწაფეებს უზიარებდა, მდგომარეობდა იმაში, რომ სამყაროსთან კავშირისთვის საჭიროა გარკვეული შინაგანი სიჩუმე. წარმოიდგინეთ რადიო, რომელიც გარკვეულ სიხშირეზეა მორგებული. თუ ხმაური ძალიან ბევრია, თქვენ ვერ გაიგებთ სუფთა ხმას, იგივე ხდება ცნობიერებასთანაც. რაც უფრო მეტი აზრი, შფოთვა და მოლოდინი გაქვთ თავში, მით უფრო რთულია დაიჭიროთ ის ჭეშმარიტი სიგნალები, რომელსაც სამყარო ცდილობს თქვენამდე მოიტანოს. ტესლა ყოველდღე პრაქტიკულად იძირებოდა აბსოლუტურ შინაგან სიჩუმეში. ის ამბობდა, რომ სწორედ ასეთ მომენტებში მის წინაშე იხსნებოდა ნათელი ხედვები, მოდიოდა წარმოუდგენელი გადაწყვეტილებები, ურთულესი ამოცანებისა და საოცარი აღმოჩენები. ის კი ამტკიცებდა, რომ ზოგიერთი მისი იდეა მას სიზმარში ან ცნობიერების განსაკუთრებულ მდგომარეობაში მედიტაციის მსგავსად მოდიოდა. მაგრამ როგორ უნდა მიაღწიოს ჩვეულებრივმა ადამიანმა ამ შინაგან სიჩუმეს, თუ გარშემო მუდმივად ხმაური და აურზაურია, თუ აზრები მუდმივად ერთი მეორეზე გადადიან და მოსვენებას არ გაძლევენ? ტესლა ამბობდა, რომ ამ მდგომარეობის გასაღები არის გაცნობიერება და უნარი, დააკვირდეთ თქვენს აზრებს მათში ემოციურად ჩართვის გარეშე. მაგალითად, სადეთ ახლავე უბრალოდ დააკვირდეთ თქვენს აზრებს გვერდიდან, როგორც ღრუბლებს, რომლებიც ცაზე მიცურავენ. ნუ ეცდებით მათზე ჩაჭიდებას, ნუ აანალიზებთ მათ, უბრალოდ მიეცით საშუალება იმოძრაონ წინ. როდესაც ამას მშვიდად და მარტივად შეძლებთ, ერთ მომენტში იგრძნობთ, როგორ იწყებს შინაგანი აურზაური ჩაცხრომას. ამ სიჩუმეში თქვენთან შეიძლება მოვიდეს ძალიან ღირებული აზრები და იდეები, რომლებიც ადრე უბრალოდ ვერ აღწევდნენ თქვენი ცნობიერების ხმაურში. მაგრამ ჩნდება კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც ალბათ თქვენც უსვამთ საკუთარ თავს. რა ხდება ზუსტად ამ შინაგანი სიჩუმის მომენტში? რატომ ვიღებთ სწორედ ასეთ მომენტებში ყველაზე ღირებულ და ღრმა ცოდნას? ნიკოლა ტესლა ამ მოვლენას საოცრად ხსნიდა. ის ამტკიცებდა, რომ სამყაროში არსებობს განსაკუთრებული საინფორმაციო ველი, რომელშიც ყველაფერია, რაც ოდესმე ყოფილა, არის და იქნება. ეს ველი ცოდნის უსასრულო წყაროა და თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მასთან დაკავშირება თითქოს უზარმაზარ სამყაროს ბიბლიოთეკასთან. როდესაც ჩვენ შინაგანი სიჩუმის მდგომარეობას ვაღწევთ,
ჩვენი ცნობიერება ფაქტობრივად ხსნის კარებს ამ ველში და ვიწყებთ საჭირო ინფორმაციის მიღებას. თითქოს და წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ ისტორია მიცის უამრავი მაგალითი ადამიანებისა, რომლებიც გენიალურ იდეებს სწორედ ასეთ მდგომარეობაში იღებდნენ. მაგალითად, ცნობილი კომპოზიტორი ბეთჰოვენი აღიარებდა, რომ მისი საუკეთესო ნაწარმოებები მას ნახევრად მძინარე მდგომარეობაში მოდიოდა. ცნობილია ასევე, რომ აინშტაინმა თავისი ცნობილი ფარდობითობის თეორია ნათელი სახით ნახა დასვენების დროს, როდესაც მისი ცნობიერება თავისუფალი იყო დაძაბულობისა და შფოთვისგან. ეს ამტკიცებს, რომ ტესლა შორს არ იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო სამყაროსთან დაკავშირება და მისგან იდეებისა და გამონათებების მიღება. უბრალოდ ის ამას გაცილებით უფრო ცნობიერად, ზუსტად და თანმიმდევრულად აკეთებდა, ვიდრე სხვები, რის წყალობითაც გახდა ნამდვილი გამტარი უდიდესი ცოდნისა. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენად შეიძლება შეიცვალოს თქვენი ცხოვრება, თუ თქვენც ისწავლით ამ მდგომარეობაში შესვლას, რომელიც არის შინაგანი სიჩუმე, და აღიქვამთ სამყაროს მინიშნებებს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეძლებთ პასუხების მიღებას ყველაზე რთულ კითხვებზე, იპოვით გამოსავალს რთული სიტუაციებიდან და გააკეთებთ სწორ არჩევანს ხანგრძლივი, ტანჯველი ეჭვების გარეშე. მაგრამ რამდენად რეალურია თითოეული ჩვენგანისთვის ამ საოცარი უნარის დაუფლება? შეძლებენ თუ არა ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც თანამედროვე სამყაროში სტრესებითა და საინფორმაციო ხმაურით სავსე ცხოვრობენ, მიაღწიონ ასეთ ცნობიერების სიცხადეს? ტესლა არამხოლოდ სჯეროდა, ის დარწმუნებული იყო, რომ სამყაროს მოსმენის უნარი აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქვს მინიჭებული. საკითხი მხოლოდ იმაშია, მზად არის თუ არა ადამიანი, დაუთმოს დრო და ყურადღება თავის ცნობიერებაზე მუშაობას. მზად არის თუ არა, უარყოს თავისი ეჭვები და შიშები, რათა შეიგრძნოს ეს წარმოუდგენელი კავშირი. ახლა, როდესაც თქვენ გაიგეთ, რომ ასეთი გზა შესაძლებელია, ჩნდება მთავარი კითხვა. გსურთ თუ არა, გადადგათ პირველი ნაბიჯი ამ საოცარი გამოცდილებისკენ. რადგან წინგელით არა მხოლოდ ახალი ინფორმაცია, არამედ კარის გაღება სრულიად ახალ რეალობაში ჰარმონიით, სიბრძნითა და საოცარი ძალით სავსე. მაგრამ არის კიდევ რაღაც უფრო მეტი, რაზეც ტესლა იშვიათად და მხოლოდ რჩეულებს ესაუბრებოდა. ამ ცოდნა შეუძლია თქვენი ცხოვრებისა და სამყაროს აღქმა თავდაყირა დააყენოს. მზად ხართ მას შეეხოთ? ბევრი მკვლევარი ნიკოლა ტესლას ცხოვრების ამჩნევდა, რომ დიდი გამომგონებელი არა მარტო უნიკალური გონებით გამოირჩეოდა, არამედ სამყაროსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებითაც, რომელიც მის ცხოვრებას ჯადოსნურს ხდიდა. მისი თანამედროვეები არაერთხელ შენიშნავდნენ მის გარშემო უცნაურ მოვლენებს. ნათურები თავისთავად ინთებოდა, ხელსაწყოები ხილული მიზეზების გარეშე ამუშავდებოდა, ხოლო იდეები, რომლებიც მის თავში ჩნდებოდა, თითქოს მაშინვე იღებდნენ მხარდაჭერას თავად სამყაროსგან. რაში იყო მისი საიდუმლო? რატომ პასუხობდა გარემომცველი რეალობა ასე ხალისით ამ იდუმალი ადამიანის აზრებსა და სურვილებს? საქმე იმაშია, რომ ტესლას ღრმად სჯეროდა ყველაფრის ერთიანობის, რაც არსებობს. ის ხშირად იმეორებდა, არანაირი განსხვავება არ არის ჩემსა და სამყაროს შორის, ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ. დაფიქრდით ამ სიტყვებზე. წარმოიდგინეთ ერთი წამით, რომ ყველაფერი, რაც გარს გაკრავს, ქვიშის მარცვლიდან ვარსკვლავამდე, მჭიდროდ არის დაკავშირებული თქვენთან. რომ თქვენ არ ხართ მხოლოდ ადამიანი, სამყაროსგან განცალკევებული, არამედ უზარმაზარი ცოცხალი სისტემის განუყოფელი ნაწილი. სწორედ ასე აღიქვამდა რეალობას ნიკოლა ტესლა. ის ამბობდა, რომ ნამდვილი ბედნიერებისა და ჰარმონიის საიდუმლო სწორედ ამ ღრმა კავშირის გაცნობიერებაშია მთელ გარემომცველ სამყაროსთან. საკმარისია ის იგრძნოთ, რომ ადამიანის ცხოვრება იწყებს ჯადოსნურად ცვლილებას. ის, რაც ადრე რთული და შეუძლებელი ჩანდა, ხდება მარტივი და ბუნებრივი. ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ გამოდიოდა, უცებ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გამოდის. მაგრამ როგორ ხდება ეს ტრანსფორმაცია? ტესლა ამას საოცრად მარტივად და ნათლად ხსნიდა. ის ამტკიცებდა, რომ როდესაც ადამიანი აცნობიერებს თავის ერთიანობას გარემომცველ სამყაროსთან, ის ავტომატურად იწყებს ვიბრაციას უფრო მაღალ სიხშირეებზე. ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სიტყვები, ეს არის სრულიად კონკრეტული ფიზიკური მოვლენა, რომელზეც მეცნიერი სრული სერიოზულობით საუბრობდა.
გაიხსენეთ თქვენი მდგომარეობა, როდესაც გახარებული, შთაგონებული და ბედნიერი ხართ. თქვენ ფაქტობრივად გრძნობთ თავს ენერგიით, ძალებითა და შესაძლებლობებით სავსეს. სამყარო გარშემო თითქოს ყვავის და ჩვეულებრივი ნივთებიც კი უფრო ნათელი და სასიამოვნო ხდება. სწორედ ასეთ მომენტებში, ტესლას სიტყვებით, ჩვენი ცნობიერება ვიბრირებს მაღალ სიხშირეებზე და იზიდავს ჩვენკენ პოზიტიურ მოვლენებსა და ადამიანებს. მაგრამ ახლა გაიხსენეთ საპირისპირო მდგომარეობა, როდესაც მოწყენილი, დათრგუნული ან გაღიზიანებული ხართ. სამყარო გარშემო ნაცრისფერი და უსიცოცხლო ჩანს, არაფერი მოაქვს სიამოვნებას და ყველაფერი თითქოს ისე არ მიდის, როგორც საჭიროა. ასეთ მომენტებში ჩვენი ცნობიერება დაბალ სიხშირეებზე ეშვება და ვიწყებთ პრობლემებისა და წარუმატებლობების მოზიდვას. სწორედ ამიტომ ტესლა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანის შინაგან მდგომარეობას. ის ამბობდა: დააკვირდით, რა ემოციები და აზრები დომინირებენ თქვენს ცხოვრებაში, რადგან სწორედ ისინი განსაზღვრავენ, რა მოხდება თქვენთან შემდეგ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ფაქტობრივად ვქმნით ჩვენს რეალობას ჩვენი გრძნობებისა და აზრების მეშვეობით. წარმოიდგინეთ, რა მძლავრი ინსტრუმენტი გაქვთ. რადგან თუ თქვენი ემოციები და აზრები გავლენას ახდენენ რეალობაზე, ესე იგი თქვენ თავად შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ვისწავლოთ შინაგანი მდგომარეობების მართვა და არ მივცეთ ნეგატივ საშუალება და ეუფლოს კონტროლს თქვენზე. ტესლა ამბობდა, რომ ადამიანების მთავარი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ იმას, რისიც ეშინიათ ან არ სურთ თავიანთ ცხოვრებაში დანახვა. ისინი მუდმივად წუხან ნეგატიურ სცენარებს, ატრიალებენ თავში და არაცნობიერებენ, რომ ამით იზიდავენ სწორედ იმას, რისიც ეშინიათ. მაგრამ საკმარისია შეცვალოთ აზრის მიმართულება და ფოკუსირდეთ სასურველ შედეგზე, რომ რეალობა იწყებს ახალ პირობებზე მორგებას. ეს არ არის მისტიკა, არამედ სამყაროს კანონების მარტივი გაგება, რომლებზეც ტესლა ასე ბევრს საუბრობდა. კანონები, რომლებიც მუშაობენ ყოველთვის და ყველგან, მიუხედავად იმისა, გვჯერა თუ არა მათი. ახლა ჰკითხეთ საკუთარ თავს, რისი დანახვა გსურთ თქვენს ცხოვრებაში? რა ადამიანებისა და მოვლენების მოზიდვა გსურთ? რამდენად ძლიერად ხართ მზად, შეცვალოთ თქვენი რეალობის აღქმა, რათა დაინახოთ ის სრულიად სხვა თვალებით, მაგრამ რა უნდა გააკეთოთ, თუ ნეგატიური აზრები მაინც იმარჯვებენ? როგორ დავძლიოთ შინაგანი შიში და ეჭვი, რომელიც ხელს გვიშლის, გამოვავლინოთ ის ძალა, რომელზეც ტესლა საუბრობდა. დიდი მეცნიერი აქაც არ ტოვებდა კაცობრიობას პასუხის გარეშე. მას შესთავაზა საოცრად მარტივი მეთოდი, რომლის წყალობითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაწმინდოს თავისი ცნობიერება ნეგატივისგან და მოერგოს სრულიად ახალ ვიბრაციებს. მეთოდი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ რატომღაც რჩება უცნობი ადამიანების უმეტესობისთვის. გსურთ გაიგოთ, რას ურჩევდა ტესლა იმისთვის, რომ სწრაფად და ეფექტურად შეცვალოთ თქვენი შინაგანი მდგომარეობა და დაიწყოთ პოზიტიური მოვლენების მოზიდვა. მაშინ მოემზადეთ, რადგან ახლა ჩვენ გავხსნით ამ უჩვეულო ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე საოცარ საიდუმლოს, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. ნიკოლა ტესლა არაერთხელ აღნიშნავდა, რომ მთავარი ძალა, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება, სულაც არ არის სადღაც შორს, არამედ თავად ადამიანის შიგნით. ეს ძალა არის ჩვენი უნარი, ვმართოთ საკუთარი აზრები და ემოციები. თუმცა ამ ჭეშმარიტების სიმარტივის მიუხედავად, ბევრი ადამიანისთვის აზრების მართვა უმძიმეს ამოცანად ჩანს, რადგან ყოველდღე ჩვენ ვაწყდებით ათობით სიტუაციას, რომლებიც იწვევენ გაღიზიანებას, შიშსა და შფოთვას. როგორ ვისწავლოთ ჩვენი ცნობიერების კონტროლი ისე, რომ არ მივცეთ ნეგატიურ ემოციებს ჩვენი ცხოვრების დანგრევის საშუალება? ტესლა ამისთვის თავაზობდა მეთოდს, რომელსაც თავად წარმატებით იყენებდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის ურჩევდა ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ გეუფლებათ ნეგატიური ემოცია ან შფოთიანი აზრი, არ დათრგუნოთ ის, არამედ გააცნობიეროთ და გაუშვათ. მიეცით საშუალება ემოციამ გაიაროს თქვენში, ამბობდა ის, ნუ შეეწინააღმდეგებით მას, მაგრამ ნურს ჩაეჭიდებით. მარტივად ჟღერს, მაგრამ რამდენად რეალურია ეს ცხოვრებაში? სინამდვილეში, ეს მოითხოვს გარკვეულ პრაქტიკასა და გაცნობიერებას. წარმოიდგინეთ სიტუაცია, თქვენ ძლიერად გაღიზიანებული ან განაწყენებული ხართ. ამ მომენტში შეჩერდით, ფაქტობრივად, ერთი წამით და გააცნობიერეთ, რომ ახლა გრძნობთ ნეგატივს.
აღიარეთ ეს შეგრძნება, მაგრამ უთხარით საკუთარ თავს, რომ ეს მხოლოდ დროებითი მდგომარეობაა და არა თქვენი ცხოვრების ჭეშმარიტება. შემდეგ რბილად გაუშვით ეს ემოცია და თქვენი ყურადღება მიმართეთ რაიმე პოზიტიურზე ან ნეიტრალურზე. ტესლა ამბობდა, რომ თუ ამ პრაქტიკას რეგულარულად გაიმეორებთ, თქვენ შეამჩნევთ, როგორ ხდება ემოციური აფეთქებები თანდათან უფრო ნაკლებად, ძლიერი და დამანგრეველი. მეტიც, თქვენ დაიწყებთ იმის დანახვას, თუ როგორ იწყებს თავად რეალობა თქვენს გარშემო ცვლილებას. ის ხდება უფრო მშვიდი, მეგობრული და თქვენდამი ღია. რატომ ხდება ეს? საქმე იმაშია, რომ ჩვენი ემოციები და აზრები არ არის მხოლოდ შინაგანი განცდები. ეს არის ენერგიები, რომლებსაც ჩვენ მუდმივად ვასხივებთ, გარეთ. ტესლამ კარგად იცოდა ეს პრინციპი, რადგან ხედავდა მის მოქმედებას ფაქტობრივად ფიზიკურ დონეზე. მისი დაკვირვებით, ადამიანის ემოციები ცვლის გარემომცველ ენერგეტიკულ ველს და სწორედ ეს ენერგეტიკული ველი ახდენს გავლენას მოვლენებსა და ადამიანებზე, რომლებსაც ჩვენ ვხვდებით. წარმოიდგინეთ ერთი წამით, რომ თქვენს გარშემო მუდმივად არსებობს ენერგეტიკული ღრუბელი, რომელიც თქვენს შინაგან მდგომარეობას ასახავს. თუ თქვენ მუდმივად გაღიზიანებული, დათრგუნული ან შეშფოთებული ხართ, ეს ღრუბელი ფაქტობრივად განდევნის თქვენგან პოზიტიურ მოვლენებსა და კარგ ადამიანებს. პირიქით, თუ თქვენ მშვიდი, გაწონასწორებული და პოზიტიური ხართ, თქვენი ენერგეტიკული ღრუბელი იწყებს ბედნიერების, წარმატებისა და ხელსაყრელი შესაძლებლობების მოზიდვას. ეს ლაყვებოდა თავის ცხოვრებაზე, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც მას ახერხებდა შინაგანი ჰარმონიისა და პოზიტიური დამოკიდებულების შენარჩუნება სამყაროსადმი, მასთან ხდებოდა მართლაც საოცარი მოვლენები. მაგალითად, როდესაც მას კვლევებისთვის ფული უმთავრდებოდა, უცებ ჩნდებოდა ადამიანი, მზად ფინანსურად დახმარებოდა. როდესაც გადაუჭრელი ტექნიკური პრობლემა ჩნდებოდა, გადაწყვეტილება თავისთავად მოდიოდა გამონათების ან შემთხვევითი მინიშნების სახით. ის ამბობდა, რომ სამყარო ფაქტობრივად ისმენდა მის შინაგან განწყობას და შესაბამისად პასუხობდა მას. დაფიქრდით, თქვენ არასდროს შეგიმჩნევიათ, რომ კარგ განწყობაზე დღე განსაკუთრებით წარმატებულად გადის? ადამიანები კეთილგანწყობილნი არიან, ხოლო საქმეები თითქოს თავისთავად ლაგდება. ეს არ არის შემთხვევითობა, ეს არის ენერგიისა და ვიბრაციის კანონი, რომელიც ტესლამ აღმოაჩინა დიდი ხნით ადრე, ვიდრე მას სხვა მეცნიერები აღიარებდნენ. ახლა გასაგები ხდება, რატომ თვლიდა ნიკოლა ტესლა ცნობიერებისა და ემოციების კონტროლს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უნარად თითოეული ადამიანისთვის. რადგან თქვენი ცნობიერების მართვით, თქვენ მართავთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავად რეალობას გარშემო. თუმცა, ჩნდება კანონზომიერი კითხვა. რამდენად ადვილია ადამიანისთვის მუდმივად შეინარჩუნოს პოზიტიური განწყობა? განსაკუთრებით თანამედროვე სამყაროში, სადაც სტრესები და დაძაბულობა ყოველ ნაბიჯზე გველოდება. შესაძლებელია თუ არა, მართლაც ყოველთვის ვიყოთ ჰარმონიაში საკუთარ თავთან და სამყაროსთან. პასუხი, რომელიც ამაზე თავად ტესლამ გასცა, ერთდროულად მარტივი და ბრძნული იყო. ის ამტკიცებდა, რომ სულაც არ არის საჭირო ცდილობდეთ იყოთ ბედნიერი ყოველ წამს. ეს შეუძლებელია და არც არის საჭირო. მნიშვნელოვანია სხვა რამ, ისწრაფოდეთ ჰარმონიისკენ, მიუხედავად დროებითი სირთულეებისა, გააცნობიეროთ თქვენი ემოციები და ისწავლოთ მათი სწორი მიმართულებით წარმართვა. მაგრამ როგორ ვისწავლოთ? ზუსტად შინაგანი მდგომარეობის მართვის ეს დახვეწილი ხელოვნება. რას ურჩევდა კონკრეტულად ტესლა მათ, ვინც სურდა მიეღწია ჭეშმარიტ ჰარმონიას საკუთარ თავთან და სამყაროსთან? ყველაზე საოცარი ის არის, რომ მისი რჩევები მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, მაგრამ საოცრად ეფექტური. ამ პრაქტიკულ მეთოდებს შეუძლია დაგეხმაროთ თქვენც, შეიგრძნოთ მძლავრი კავშირი სამყაროსთან, მოარგოთ ცნობიერება პოზიტიურ სიხშირეებზე და გაუხსნათ გზა წარმოუდგენელ ცვლილებებს ცხოვრებაში. მზად ხართ, გაიგოთ ისინი და გამოსცადოთ მათი ძალა საკუთარ თავზე? როდესაც ტესლას ეკითხებოდნენ, როგორ ახერხებდა ის შეენარჩუნებინა ასეთი ნათელი გონება და შემოქმედებითი პროდუქტიულობა, ის ხშირად იღიმოდა და ამბობდა: მე უბრალოდ ვემთხვევი საჭირო სიხშირეს. ბევრისთვის ეს მეტაფორა ჟღერდა, მაგრამ ტესლა სრულიად პირდაპირ ამბობდა: მას სჯეროდა, რომ აზრებს რადიოტალღების მსგავსად აქვთ სიხშირული ბუნება. თუ ადამიანს შეუძლია მართოს თავისი შინაგანი მდგომარეობა, მას შეუძლია დაიჭიროს ის ვიბრაციები, რომლებზეც სამყაროს პასუხები ჟღერს.
მაგრამ რა არის ეს სიხშირეები და როგორ მოვარგოთ ისინი საკუთარ თავს? ტესლა დარწმუნებული იყო, რომ ამ სამყაროში ყველაფერი ვიბრაციაა. ატომების რხევიდან ადამიანის ხმის ჟღერადობამდე, გულისცემიდან ვარსკვლავურ ციკლებამდე ყველაფერი ცოცხალი და არაცოცხალი მოძრაობს, სუნთქავს, ჟღერს. ის ამტკიცებდა, რომ არსებობს უნივერსალური ვიბრაციული შკალა, რომელზეც თითოეულ ემოციას, აზრსა და თუნდაც განზრახვას თავისი სიხშირე აქვს. შიში, შფოთვა და ბოროტება დაბალ და ყრუ ჟღერადობას გამოსცემს. სიყვარული, შთაგონება და მადლიერება კი მაღალ და ნათელს. სწორედ ამ მაღალ სიხშირეებზე ტესლას სიტყვებით შეიძლება ღმერთთან შეხვედრა. წარმოიდგინეთ ძველი რადიომიმღები. თქვენ ატრიალებთ სახელურს და ეთერში ხმაურიათ კაცუნი ფრაზების ნაგლეჯები. მაგრამ თქვენ ზუსტად ამთხოვთ ტალღას და უცებ ჩნდება სუფთა ხმა, ლამაზი მუსიკა. ეს არის იმ შინაგანი პროცესის მეტაფორა, რომელსაც ტესლა ყოველდღე გადიოდა. ის ამთხოვდა თავის ცნობიერებას, რომ დაეჭირა ის სამყაროს მუსიკა, რომელზეც ჟღერდა გამონათებები, ჭეშმარიტებები და ღვთაებრივი მინიშნებები. აქ ჩვენ ვუახლოვდებით უმნიშვნელოვანეს პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც ნიკოლამ დაუტოვა მომავალ კაცობრიობას. მან თქვა, თუ გსურთ გაიგოთ სამყაროს საიდუმლოებები, იფიქრეთ ენერგიის, სიხშირისა და ვიბრაციის კატეგორიებით. ეს არ არის მხოლოდ ლამაზი გამონათქვამი. ეს არის ფორმულა, უნივერსალური კოდი, რომელსაც შეუძლია გახდეს გასაღები ადამიანის წარმოუდგენელი შესაძლებლობების გამოსავლენად. მაგრამ თქვენ იტყვით, როგორ ვისწავლოთ ჩვენი შინაგანი სიხშირის მორგება? ტესლას პასუხი საოცრად მიწიერი იყო. ის ამტკიცებდა, რომ ყველაფერი ყურადღებით იწყება. დააკვირდით, რას გრძნობთ, რაზე ფიქრობთ, რა სიტყვებს ამბობთ. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ წარმოთქვამთ რაღაც ბოროტს ან დამამცირებელს, თქვენი სიხშირე დაბლა იწევს. თითოეული კეთილი სიტყვა, თითოეული მადლიერების გრძნობა მას მაღლას წევს. ეს არის მორგების პრაქტიკა, თანდათანობითი, ყურადღებიანი, მაგრამ უაღრესად ეფექტური. მეტიც, ტესლა ხშირად იყენებდა კონკრეტულ მოქმედებებს საკუთარი სიხშირის ასამაღლებლად. ის დღეს დუმილით იწყებდა, სიტყვას არ წარმოთქვამდა, სანამ სრულად არ დაამშვიდებდა შინაგან ტალღებს. ის არ იღებდა საკვებს გაღიზიანებულ მდგომარეობაში. ის არასდროს ეწეოდა გამოთვლებს ან ნახაზებს, თუ გრძნობდა გაღიზიანებას ან დაძაბულობას. მთელი მისი შემოქმედება ხდებოდა შინაგანი სიმშვიდისა და ამაღლებული განწყობის მდგომარეობაში, რადგან მხოლოდ მაშინ შეეძლო მას ნაკადთან დაკავშირება. თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება. არ არის საჭირო ლაბორატორიები და კოჭები. ყველაფერი, რაც საჭიროა, არის თქვენი ყურადღება და შინაგანი პატიოსნება. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა, რას ვასხივებ ამ სამყაროში? რა გრძნობები მავსებს დილით, დღისით, საღამოს? რას გავცემ? რა ტალღაზე ჟღერს ჩემი სული? რადგან თუ გსურთ, რომ თქვენთან სასწაულები მოვიდეს, თქვენ უნდა ჟღერდეთ სასწაულის სიხშირეზე. იმისთვის, რომ მოიზიდოთ სიყვარული, ჯერ უნდა ისწავლოთ სიყვარულში ჟღერა. სწორედ ამაზე საუბრობდა ტესლა, როდესაც ამტკიცებდა, რომ ღმერთი აქ ცხოვრობს, გულის ვიბრაციაში, განზრახვის სიხშირეში, სიკეთისკენ გულწრფელ სწრაფვაში. სწორედ ამიტომ ნიკოლა ასეთი ვნებით უარს ამბობდა მატერიალურ წარმატებაზე უმაღლესი ჭეშმარიტებების სასარგებლოდ. ის არ იყო სულით ღარიბი. მან იცოდა, რომ ჭეშმარიტი სიმდიდრე არის ამოუწურავი ენერგიის წყაროსთან წვდომა, საიდანაც იბადება აღმოჩენები, მუსიკა, შთაგონება, გამონათება და, რაც მთავარია, ერთიანობის გრძნობა მთელ სამყაროსთან. მაგრამ არის კიდევ ერთი ასპექტი, რომელსაც ის გულმოდგინედ მალავდა უცხოებისგან. ის ეხებოდა იმის სიღრმეს, რასაც ტესლა უწოდებდა შინაგან დინებას. ეს არის განსაკუთრებული შინაგანი მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი არა მხოლოდ ისმენს სამყაროს, არამედ ხდება მისი ნაწილი, გრძნობს მის რიტმს, სუნთქავს მასთან ერთად. სწორედ ასეთ მდგომარეობაში, როგორც ის ამბობდა, შეიძლება შეიცნოთ სულის ნამდვილი ბუნება და აღმოაჩინოთ მასში მისი ძალა. რა არის ეს მდგომარეობა და რატომ საუბრობდა ტესლა მასზე ასე იშვიათად ღიად?
რა საიდუმლოს ინახავდა ის და ვისთვის იყო ის ნამდვილად განკუთვნილი? პასუხი: ამ კითხვებზე არა მხოლოდ გაგაოცებთ, არამედ შესაძლოა გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცხადება თქვენს ცხოვრებაში. უახლოესი მოწაფეები ტესლას იყვებოდნენ, რომ პირად საუბრებში ის ხშირად იყენებდა უჩვეულო გამოთქმას: შევიდეთ დინებაში. ეს იყო რაღაც მეტი ვიდრე შთაგონების ან შემოქმედებითი ნაკადის ხატოვანი აღწერა. ტესლა ამ მდგომარეობას საკრალურად აღიქვამდა. ის ამბობდა, რომ ადამიანი ამ მომენტში არა მხოლოდ ფიქრობს, ის უერთდება უმაღლეს გონებას, შედის ერთიანობაში ღმერთთან. მაგრამ რა იმალებოდა ამ მეტაფორის უკან და რატომ თავად ტესლა ყოველთვის გულწრფელი სამეცნიერო დისკუსიებში ამაზე თითქმის ჩურჩულით საუბრობდა? იმისთვის, რომ გავიგოთ, რაზე იყო საუბარი, უნდა გავიხსენოთ, როგორ აღიქვამდა ტესლა ცნობიერებას. ის მას არ თვლიდა ადამიანის ტვინის ინდივიდუალურ ფუნქციად. პირიქით, ის დარწმუნებული იყო, რომ ცნობიერება არის ერთიანი ველის ნაწილი, რომელიც არსებობს დროისა და სივრცის მიღმა. ჩვენ არ გვქნით აზრებს, ამბობდა ის. ჩვენ მათ ვიღებთ, ჩვენ ვართ ანტენები და არა გენერატორები. სწორედ აქ იხსნება ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი საიდუმლო, რომელიც მან ოდესმე ახსენა. ტესლას სჯეროდა, რომ იმ მომენტში, როდესაც ადამიანი შედის ღრმა კონცენტრაციის მდგომარეობაში, როდესაც მისი გონება გასუფთავებულია ზედმეტისგან, როდესაც გულში არ არის ბოროტება ან შიში, ის თითქოს ჩართულია საერთო ენერგეტიკული ველის როზეტში. ამ მდგომარეობას ის უწოდებდა დინებაში შესვლას. ასეთ მომენტებში ხდებოდა ნამდვილი სასწაულები. იდეები მოდიოდა არა სათითაოდ, არამედ მთელი ბლოკებით. გადაწყვეტილებები ჩნდებოდა არა ანალიზიდან, არამედ შეგრძნებიდან. დრო თითქოს ჩერდებოდა და ტესლა ხდებოდა მხოლოდ მძლავრი ცოდნის ნაკადის გამტარი, რომელიც მის მეშვეობით გადიოდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ამ დინებაში ცხოვრობს თავად ღმერთის არსი. არა ის ღმერთი, რომელსაც ადამიანები ხატებზე ხატავენ, არამედ ღმერთი, როგორც სამყაროს გონება, როგორც უსასრულო ცნობიერება, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რაც არსებობს. ყოველ ჯერზე, როდესაც ის შედიოდა დინებაში, ის გრძნობდა არა მხოლოდ სიცხადეს, არამედ სიმშვიდესა და ღრმა სიყვარულის გრძნობას ყველა ცოცხალის მიმართ. მას ეუფლებოდა მდგომარეობა, რომელსაც ის უწოდებდა მოწყალების ვიბრაციას. ყველა ცოცხალი ამ მომენტებში ერთი მთლიანობად აღიქმებოდა და ნებისმიერი განცალკევების გრძნობა ქრებოდა. ტესლა მიცოდა, რამდენად საშიში და მძლავრი იყო ეს ცოდნა. ის ამბობდა, რომ თუ ადამიანი, რომელიც ამოძრავებს სიხარბეს ან ბოროტებას, შეძლებდა დინებაში შესვლას, ეს კატასტროფამდე მიიყვანდა. ამიტომ ის არ უზიარებდა ამ მეთოდიკას წიგნებში, არ აღწერდა მას დეტალურად, არამედ მხოლოდ ფრთხილად ახსენებდა ზეპირსაუბრებში. ის თვლიდა, რომ მხოლოდ ის, ვინც სულიერად მზად არის, შეძლებს ამ ჭეშმარიტების მოსმენას და მისი სწორად გამოყენებას. მაგრამ რა არის ნიშნები იმისა, რომ ადამიანი უახლოვდება ამ მდგომარეობას? პირველი, ეს არის სრული ჩართულობის შეგრძნება აწმყო მომენტში, როდესაც დრო თითქოს ქრება. მეორე არის წარმოუდგენელი სიმსუბუქე, როდესაც ყველა მოქმედება თუნდაც ყველაზე რთული ძალისხმევის გარეშე გამოდის. მესამე არის შინაგანის სითბოსა და ჩუმის სიხარულის გრძნობა. მეოთხე კი სახეების, აზრებისა და შთამაგონებელი იდეების ნაკადია. თითქოს ვიღაც უხილავი ჩურჩულებს პირდაპირ გულში. ბევრმა დიდმა შემოქმედმა, მუსიკოსმა, მხატვარმა და ფილოსოფოსმა აღწერა მსგავსი განცდები, მაგრამ ვერ ხსნიდნენ, საიდან მოდიოდა ისინი. ტესლამ კი იცოდა, რომ ეს იყო დინება, ის რომელშიც ღმერთი ჟღერს. ის ასევე ამბობდა, რომ ამ მდგომარეობაში ადამიანს შეუძლია არა მხოლოდ ცოდნის მიღება, არამედ საკუთარი თავისა და სხვების განკურნებაც, რადგან ამ ნაკადიდან გამომავალ ვიბრაციებს აქვთ ისეთი სიხშირე და ძალა, რომლებსაც შეუძლია აღადგინოს დარღვეული სტრუქტურები არა მხოლოდ ცნობიერებაში, არამედ სხეულშიც. ტესლამ იცოდა, რომ ეს გაგება ყველაფერს შეცვლიდა. თუ ადამიანები გაიგებდნენ, როგორ მუშაობს ეს, გაქრებოდა საზღვრები რელიგიასა და მეცნიერებას შორის, ლოგიკასა და მისტიკას შორის. მაგრამ მან ასევე იცოდა, რომ კაცობრიობა ჯერ არ იყო მზად ასეთი ძალის მისაღებად. ის ამბობდა, ჯერ გაწმინდე აზრები, შემდეგ შეეხეს სინათლეს და მხოლოდ ამის შემდეგ ითხოვე ცოდნა. მან დაუტოვა მსოფლიოს მინიშნებები,
არა ინსტრუქციები, არა სქემები, არამედ დახვეწილი კვალი სიტყვებში, პატენტებში, პირად ჩანაწერებში, რომლებიც სხვადასხვა არქივებშია გაბნეული. მხოლოდ ის, ვინც ეძებს არა სარგებელს, არამედ ჭეშმარიტებას, შეძლებს მათ ერთიან მთლიანობაში შეკრებას. ახლა, როდესაც ვიცით, რა არის დინებაში შესვლა, ჩვენ გვესმის, რომ საუბარი იყო არა მხოლოდ კონცენტრაციაზე ან შთაგონებაზე. ეს იყო შეხება სამყაროს ცოცხალ არსთან, იმ ენერგიასთან, რომელსაც ტესლა ღმერთს უწოდებდა. მაგრამ ჩნდება მთავარი კითხვა. შესაძლებელია თუ არა ჩვეულებრივი ადამიანისთვის მეცნიერისა და გენიოსის გარეშე მიაღწიოს ასეთ მდგომარეობას? და თუ კი, მაშინ როგორ მოვემზადოთ ამისთვის სულით, სხეულით, განზრახვით? პასუხი ამ კითხვაზე ხსნის მომდევნო შემოbrunებას, უძველეს ტექნიკას, რომელსაც ტესლამ ერთხელ ახსენა, როგორც რაღაცას, რომელსაც შეუძლია ადამიანის სრული გადაკალიბრება. რა არის ეს ტექნიკა და რატომ რჩება ის დღემდე ასე გულმოდგინედ დაფარული? ჩანაწერებში, რომლებიც ნიკოლა ტესლას გარდაცვალების შემდეგ იპოვეს, იყო ერთი უცნაური ფრაგმენტი, თითქმის გაურკვეველი, თითქოს ნაჩქარევად დაწერილი. იქ ნახსენები იყო რაღაც პრაქტიკა, რომელსაც ის უწოდებდა ვიბრაციულ გაწმენდას, ანუ სხეულისა და ცნობიერების დედამიწის ბუნებრივ რეზონანსებზე მორგების მეთოდს. ეს სტრიქონები მკვლევარების სიტყვებით ამოღებული იყო ძირითადი ტექსტიდან და დამალული ხვარვეულის ფურცლებს შორის. თავად ტესლა თითქმის არასდროს ახსენებდა ამ მეთოდს საჯაროდ. რატომ? რადგან ის მას უძველეს ტექნიკად თვლიდა, რომელსაც შეუძლია ფაქტობრივად გადააკეთოს ადამიანის შიგნიდან. ეს არ იყო მხოლოდ დასვენების ან აღდგენის საშუალება, ეს იყო ღმერთის სიხშირეში შესვლის რიტუალი, როგორც ის თავად უწოდებდა მას დღიურებში. მისი არსი მდგომარეობდა არა სიტყვებსა და ფორმულებში, არამედ ორგანიზმის ღრმა მორგებაში თავად პლანეტის რიტმზე. ტესლა ამტკიცებდა, რომ დედამიწა ასხივებს სტაბილურ სიხშირეს, რომელსაც ის უწოდებდა სიცოცხლის ძირითად ვიბრაციას. დღეს მეცნიერება მას შუმანის რეზონანსს უწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გაჩნდა, თავად პრინციპი ტესლასთვის ცნობილი იყო ოფიციალურ აღმოჩენებამდე დიდი ხნით ადრე. ის წერდა, რომ ადამიანის სხეული, განსაკუთრებით გული, ტვინი და სუნთქვა შეუძლია რეზონანსში მოვიდეს ამ სიხშირეებთან, თუ ადამიანი ისწავლის გარკვეულ სიმშვიდის მდგომარეობაში შესვლას. რა არის ეს მდგომარეობა? ეს არის რაღაც საშუალო ძილსა და სიფხიზლეს შორის, როდესაც გონება ხდება ნათელი, მაგრამ არა აქტიური. ამ მდგომარეობაში ტესლას აღწერით იხსნება აღქმის განსაკუთრებული ძაბრი, რომლის მეშვეობითაც ადამიანი იწყებს არამხოლოდ საკუთარი სხეულის, არამედ გარემომცველი ენერგიის შეგრძნებას. ის ურჩევდა ამ მდგომარეობის მიღწევას რიტმული სუნთქვისა და რბილი, ძლივს შესამჩნევი მოძრაობების მეშვეობით, ისეთების, რომლებიც არ აღაგზნებენ ნერვულ სისტემას, არამედ პირიქით ასინქრონიზებენ მას გარე სამყაროსთან. ის წერდა, რომ დილას იწყებდა განსაკუთრებული პრაქტიკით, 7 ციკლი ნელი სუნთქვის, შემდეგ პაუზა, შემდეგ მსუბუქი მოძრაობები, ხელის მტევნებითა და ტერფებით და ისევ სუნთქვა. ეს ყველაფერი თან ახლდა აბსოლუტურ სიჩუმეს. არანაირი საუბარი, არანაირი ხმაური, მხოლოდ დაკვირვება იმაზე, თუ როგორ იწყებს სხეულში ენერგია დინებას, როგორც ის ამბობდა, სპირალურად. ეს სპირალები, მისი სიტყვებით, ერთდებოდა მკერდის ცენტრში, სწორედ იმ ადგილას, სადაც ბევრი სულიერი ტრადიცია სულის კარიბჭეს განათავსებს. სწორედ იქიდან, ტესლას თქმით, იწყებოდა დინება, არა ელექტრული, არამედ ცნობიერი, ცოცხალი, ღვთაებრივი. ის ამტკიცებდა, რომ ეს გულის ცენტრი არ არის ხატოვანი, არამედ ფაქტობრივად პორტალია, რომლის მეშვეობითაც ადამიანი უერთდება ყოველივე არსებულის წყაროს. მისი თეორია მდგომარეობდა იმაში, რომ თუ ადამიანი ახერხებს მდგრად რეზონანსს დედამიწის სიხშირესთან, მისი სხეული იწყებს თვითგანკურნებას, ნეირონები ტვინში სწორდება, სისხლი სხვაგვარად ივსება ჟანგბადით, იმუნიტეტი ძლიერდება, მაგრამ მთავარია, რომ ინტუიცია მძაფრდება. ტესლა ამტკიცებდა, რომ ასეთ მომენტებში ის გრძნობდა არა მხოლოდ შთაგონებას, ის იცოდა, რომ მისი გადაწყვეტილებები სწორი იყო. ის არ ფიქრობდა, ის იცოდა. თუმცა,
ის აფრთხილებდა, რომ ასეთი პრაქტიკა მოითხოვს არა სხეულის, არამედ გონების სისუფთავეს. თუნდაც უმცირესი შინაგანი გაღიზიანება, წყენა ან შიში არღვევს ჰარმონიას. ამიტომ ის ერიდებოდა ხალხმრავლობას, კონფლიქტებს, ემოციურ ხმაურს. მას შეეძლო დღეების განმავლობაში არ ესაუბრა, თუ გრძნობდა, რომ მისი მდგომარეობა სიჩუმეს მოითხოვდა. რა არის გასაოცარი? მსგავსი პრაქტიკები აღწერილია მსოფლიოს ყველაზე სხვადასხვა კულტურებში, ტიბეტის მონასტრებიდან, ინდური რიტუალებით დაწყებული, სუფიური წრეებიდან, ქრისტიანულ ჭკვიან ლოცვამდე. ყველა მათგანი ერთ რამესთან მიდის: სუნთქვა, რიტმი, სიჩუმე, დაკვირვება. ტესლა, როგორც ჩანს, ამ პრაქტიკებიდან ფიზიკური ფორმულა გამოიყვანა. მან ახსნა უძველესი სიბრძნე ვიბრაციებისა და ელექტრომაგნიტური ველის თვალსაზრისით. შეიძლებოდა ის ცდებოდეს? ნაკლებად სავარაუდოა. ის არ ეძებდა დიდებას, ის ეძებდა არსს. თუ მას სურდა მხოლოდ შთაბეჭდილების მოხდენა, ის დიდი ხნის წინ გახსნიდა ამ მეთოდს საჯაროდ. მაგრამ მან იცოდა, რომ ეს ძალა მოითხოვს სიმწიფეს. ის წერდა: თუ შენ გახსნი ენერგიას, სანამ გაწმენდ გულს, შენ დააზიანებ საკუთარ თავს. საშიში არ არის დინება, საშიშია, რას გააკეთებ მასთან. ამიტომ მან დატოვა მხოლოდ კვალი, მინიშნება, გასაღები. დღეს, 10 წლეულების შემდეგ, ჩვენ გვაქვს შანსი გავიგოთ, რისი გადმოცემა სურდა მას. მაგრამ მზად ვართ ჩვენ? მზად არის თუ არა თანამედროვე ცნობიერება მიიღოს, რომ ღმერთი არ არის სადღაც საზღვრებს მიღმა, არ არის აბსტრაქტულ დოგმებში, არამედ აქ, სუნთქვის რეზონანსში, უჯრედების ვიბრაციაში, სიჩუმეში აზრებს შორის. დარჩა მთავარი, როგორ გამოვიყენოთ ეს ტექნიკა პრაქტიკაში. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მართლაც ვიგრძნოთ დინება საკუთარ თავში და ამოვიცნოთ სამყაროს ხმა, რომელიც ჟღერს არა გარედან, არამედ სულის სიღრმიდან. პასუხი დამალულია იმ ციფრების სტრუქტურაში, რომლებსაც ტესლა ბოლო დღეებამდე არ შორდებოდა. 3, 6 და 9. ის ციფრები, რომლებსაც ის უწოდებდა გასაღებს ყველაფრისკენ. რატომ სწორედ ისინი? და რა იმალება ამ იდუმალი ფორმულის უკან, რომელზეც ის ასეთი აკვიატებით საუბრობდა? როდესაც ტესლას ეკითხებოდნენ, რომელი მისი აღმოჩენა მიაჩნდა მას ყველაზე მნიშვნელოვნად, ის არ ასახელებდა არც რადიოტექნიკას, არც ცვლად დენს, არც უსადენო ენერგიის გადაცემას. ის მხოლოდ თვალებს მაღლას წევდა და მსუბუქი ღიმილით ამბობდა: თქვენ რომ იცოდეთ 3, 6 და 9 სიდიადე, თქვენ გექნებოდათ სამყაროს გასაღები. ეს ფრაზა ერთ-ერთი ყველაზე იდუმალია, რაც გენიოსმა დატოვა. არავინ ბოლომდე არ იცის, რატომ იკავებდნენ სწორედ ეს ციფრები ასეთ მნიშვნელოვან ადგილს, მის მსჯელობებში. მაგრამ ტესლა დარწმუნებული იყო, რომ ისინი არიან არა მხოლოდ მათემატიკური სიდიდეები, არამედ თავად სიცოცხლის ფორმულა. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს მხოლოდ ციფრებით თამაშია. თუმცა, რაც უფრო ღრმად ვიძირებით მის მსჯელობებში, მით უფრო ნათლად ვხედავთ, რომ საუბარი იყო ფუნდამენტურ კოდზე, რომლის მიხედვითაც არის მოწყობილი რეალობა. სწორედ ეს კოდი, ტესლას აზრით, ხსნის საიდუმლოს იმის შესახებ თუ საცხოვრობს ღმერთი. მან თავისი კვლევები გეომეტრიისა და ვიბრაციების დაკვირვებით დაიწყო. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ტესლას აოცებდა, რატომ ემორჩილება ბუნებრივი სტრუქტურები, ნიჟარები, ფიფქები, გალაქტიკების სპირალები, ასე იდეალურად რიცხვით კანონებს. მოგვიანებით ტალღური რხევებისა და სიხშირული რიგების შესწავლისას, მან შენიშნა, რომ ყველაფერი, რაც არსებობს, ელექტრონების ბრუნვიდან პლანეტების ორბიტებამდე, მიყვება განმეორებად რიტმს, რომელიც შეიძლება გამოისახოს 3, 6 და 9 კომბინაციით. მაგრამ სად არის აქ კავშირი ღმერთთან? ტესლა ვარაუდობდა, რომ სამყარო არის უზარმაზარი ვიბრაციების ველი, მოწესრიგებული არა ქაოტურად, არამედ მკაცრად გარკვეული რიცხვითი ალგორითმის მიხედვით. 3, 6 და 9 კი, როგორც ის წერდა, ღმერთის სიმეტრიის ღერძებია. 3 აღნიშნავს დაბადებას, 6 განვითარებას, 9 კი დასრულებას. ეს ტრია დაასახავს არა მხოლოდ ყველა ცოცხალის სიცოცხლის ეტაპებს, არამედ თავად სამყაროს სტრუქტურას. ადამიანსაც კი აქვს 3 სხეულის განზომილება, 6 გრძნობა თუ ინტუიციას ჩავთვლით და 9 ძირითადი ენერგეტიკული ცენტრი, ცნობილი ბევრ სულიერ პრაქტიკაში.
მან ყურადღება მიაქცია, რომ ნებისმიერი ციფრების გაორმაგებისას, როგორიცაა 1, 2, 4, 8, 16, ჩნდება რიტმი. მაგრამ 3-იანი, 6-იანი და 9-იანი ამ რიგში არ ჯდება. ისინი განცალკევებით დგანან, როგორც დიაპაზონის გარეთ მყოფი მორგება, როგორც სუპერსიხშირეები, მიუწვდომელი ჩვეულებრივი აღქმისთვის. სწორედ ეს, მისი აზრით, ხდიდა მათ განსაკუთრებულს. ისინი არ იყვნენ სისტემის ნაწილი, არამედ მისი ბირთვი. ტესლა იყენებდა ამ ციფრებს არა მხოლოდ გამოთვლებში, არამედ თავისი ცხოვრების რიტუალებშიც. ის, მაგალითად, შენობაში შესვლამდე სამჯერ უვლიდა მას გარშემო. სასტუმროს ნომერში ყოველთვის ითხოვდა, რომ რიცხვი 3-ზე იყოფოდეს. ის აკეთებდა 3, 6 ან 9 გამეორებას ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოქმედების. რაც გასაოცარია, ამტკიცებდა, რომ ამგვარად ერწყმოდა სამყაროს რიტმს. რატომ იყო ის ასე შეპყრობილი ამით? შესაძლოა იმიტომ, რომ გრძნობდა, რომ ამ ციფრების უკან დამალული იყო პორტალი, მათემატიკური კარი, რომელიც ღვთაებრივი წესრიგის გაგებამდე მიდიოდა. ის დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ეს კოდი შეეძლო გაეხსნა გზა ენერგიისკენ, ამოუწურავი და ჰარმონიული, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას პლანეტისა და ადამიანების ზიანის გარეშე. ენერგია, რომლის გადაცემაზეც ის ოცნებობდა უსადენოდ პირდაპირ ეთერიდან, ამ ციფრების რეზონანსის გამოყენებით. ვინც შეისწავლა მისი სქემები და ნახაზები, აღნიშნავდნენ უცნაურ კანონზომიერებებს. საკვანძო ელემენტები განლაგებული იყო წრეზე 120 გრადუსიანი კუთხით, რაც წრეს ზუსტად 3 ნაწილად ყოფს. ზოგიერთ კოჭას, რომელსაც ის ქმნიდა, ხვიების რაოდენობა 9 ჯერადი ჰქონდა. მავთულების სიგრძეც კი მის ლაბორატორიაში, კოლორადო სპრინგსში, გამოთვლილი იყო ამ პროპორციების გათვალისწინებით. დამთხევაა, ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ 3, 6 და 9 მართლაც კოდია, რომელიც სამყაროს მართავს, ნუ თუ მისი გამოყენება ცხოვრებაში შეიძლება? და თუ კი, მაშინ როგორ? ტესლა მარდატოვა მზა ინსტრუქციები. ის დარწმუნებული იყო, რომ ადამიანი თავად უნდა მივიდეს გაგებამდე. თუმცა, მისი მსჯელობები ნათელ მინიშნებას იძლევა. თუ თქვენ ცხოვრებას ამ ციფრების რიტმში აწყობთ, თუ თქვენ შედიხართ მათ ვიბრაციაში, თქვენ იწყებთ იმ მუსიკის სფეროების მოსმენას, რომელზეც წერდნენ ძველი ფილოსოფოსები. ყველაფერი ხდება ზუსტი, მარტივი და ნათელი. მოვლენები ეწყობა როგორც თავსატეხი. ადამიანები, აზრები, იდეები დროულად მოდიან. ყველაფერი რეზონანსში მოძრაობს. ეს არის ტესლას სიტყვებით ვიბრაციული ლოცვა. არა ბაგეებით წარმოთქმული, არამედ სხეულის ყოველი ატომით განცდილი. როდესაც თქვენ იწყებთ ცხოვრებას ამ ციფრების რიტმში, თქვენ ფაქტობრივად შედიხართ ღმერთში, როგორც ის ამას უწოდებდა. არა მეტაფორულად, არამედ ფიზიკურად, ველის მეშვეობით, სიხშირის მეშვეობით, რეალობის ღერძის მეშვეობით. ის ამტკიცებდა, რომ ასეთ მომენტებში ქრება შიში, დრო აღარ არის წნეხი, ხოლო სივრცე საზღვარი. თქვენ ხდებით დიდი გეგმის ნაწილი, არა როგორც ობიექტი, არამედ როგორც შემოქმედი, როგორც ღვთაებრივი ძალის მატარებელი. მაგრამ თუ ეს კოდი ასე მნიშვნელოვანია, რატომ არ სწავლობენ მას უნივერსიტეტებში? რატომ უგულებელყოფს მეცნიერება აშკარა კანონზომიერებებს? რატომ რჩება ის, რაც ტესლამ იგრძნო და იცოდა დღემდე საიდუმლოდ? ან ეს სულაც არ არის შემთხვევითობა, არამედ გულმოდგინედ დაფარული ჭეშმარიტება, რომლის აფიშირებას არ ამჯობინებენ? პასუხი ამ კითხვაზე მიგვიყვანს მეცნიერებისა და ძალაუფლების ზღვარზე. რადგან, თუ ადამიანი ისწავლის უსასრულო ენერგიისა და ცნობიერების წყაროსთან დაკავშირებას, შუამავლების გარეშე, ხელსაწყოების გარეშე, სისტემების გარეშე, ნუ თუ მისი მართვა შესაძლებელი იქნება. სწორედ აქ იწყება ყველაზე საშიში და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ტესლამ იცოდა სულის თავისუფლებისა და იმის შესახებ, თუ ვინ და რატომ მალავს ცოდნას, რომელსაც შეუძლია კაცობრიობის გათავისუფლება. თავისი ცხოვრების ბოლო წლებში ნიკოლა ტესლა სულ უფრო ხშირად ამბობდა უარს საჯარო გამოსვლებზე, სულ უფრო იშვიათად უზიარებდა თავის აღმოჩენებს და სულ უფრო მეტ დროს ატარებდა განმარტოებაში. გარეშე პირებისთვის ეს უცნაურობად ან სიბერის ახირებად ჩანდა, მაგრამ იმ მცირერიცხოვანმა ადამიანებმა, ვინც მას ნამდვილად იცნობდა,
ამტკიცებდნენ, რომ ტესლა არ გარბოდა სამყაროდან, ის უფრო ღრმად შედიოდა მის იმ ნაწილში, რომელზეც არავინ ხმამაღლა არ საუბრობდა, შინაგან, დახვეწილ თვალისთვის დაფარულ ნაწილში. სწორედ იქ ის შეხვდა ჭეშმარიტებას, რომელსაც იმდენად საშიშად თვლიდა, რომ დუმილს ამჯობინებდა. ის არაერთხელ მიანიშნებდა, რომ გარკვეული ძალები, განზრახ, ხელს უშლიან იმ ცოდნის გავრცელებას, იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ჭეშმარიტად თავისუფალი. თავისუფლება არ არის ბორკილების არარსებობა, ამბობდა ის. ეს არის საკუთარი ბუნების გაცნობიერება. ხოლო ადამიანის ბუნება არის ღვთაებრივი გეგმის ნაწილი. ამ მტკიცებულებაში მდგომარეობდა ტესლასა და იმ ადამიანებს შორის კონფლიქტის მთელი არსი, ვინც ძალაუფლებას ფლობდა. ძალაუფლებას ეშინია თავისუფლების და განსაკუთრებით იმ თავისუფლების, რომელიც შიგნიდან მოდის. რადგან ადამიანი, რომელიც გრძნობს თავს არა მხოლოდ სხეულად პასპორტით, არამედ ენერგიად, ცნობიერებად, სამყაროს შემოქმედებით ნაწილად, აღარ არის მართვადი. მას არ ეშინია, არ ემორჩილება სხვის შიშებს, არ არის დამოკიდებული გარემოწონებაზე ან თავსმოხურულ წესებზე. ის ცხოვრობს იმ რიტმის შესაბამისად, რომელსაც მას კარნახობს ღმერთი, არა როგორც რელიგიური სახე, არამედ როგორც ვიბრაციული არსებობა ყოველ უჯრედში. ტესლამ ერთხელ დაწერა, რომ თუ ადამიანებმა იცოდნენ, რისი უნარი აქვთ, ისინი შეწყვეტდნენ სასწაულზე ლოცვას, რადგან თავად გახდებოდნენ სასწაული, მაგრამ როგორ აუხსნათ ეს მათ, ვინც ადამიანში მხოლოდ მომხმარებელს ან ბიოლოგიურ ერთეულს ხედავს. როგორ მოვყვეთ ამის შესახებ სამყაროში, სადაც სიმართლე იზომება რეიტინგებითა და ანგარიშებით და არაშინაგანი გამონათებით. ის არ ცდილობდა ბრძოლას. ის უბრალოდ ჩრდილში გავიდა, დუმილში, ფიქრებში. მაგრამ სწორედ მაშინ, მისი ნაცნობების გადმოცემით, მან დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცხადებების ჩაწერა, არა დინების შესახებ, არა კოჭების შესახებ და არა უსადენო ენერგიის შესახებ, არამედ სულის შესახებ. ერთ-ერთ ბოლო წერილში მან დაწერა იდუმალი ფრაზა: მე ვიპოვე, სად არის დამალული ღმერთი. ის არ არის ცაში და არც ფორმულებში. ის გულის ნაპერწკალშია, რომლის გაზომვა ხელსაწყოებით შეუძლებელია. ეს ნაპერწკალი, მისი სიტყვებით, არ არის მხოლოდ სიმბოლო. ეს არის რეალური ფიზიკური იმპულსი, რომელიც ჩნდება იმ მომენტში, როდესაც ადამიანი განიცდის სიყვარულს, თანაგზნობას, მადლიერებას, ნებისმიერ მაღალი სიხშირის მდგომარეობას. ის ატარებდა ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე, ზომავდა პულს, სუნთქვას, სხეულის ელექტრომაგნიტურ აქტივობას, იმ მომენტებში, როდესაც განიცდიდა ძლიერ შინაგან შეგრძნებებს. ყოველ ჯერზე აღმოაჩენდა, რომ სხეული სხვაგვარად ვიბრირებს. ის თითქოს სხვა ოქტავაზე ადის. ეს არ იყო მისტიკა, არამედ დაკვირვებადი რეალობა, რომლის შესახებ მეცნიერებას არ სურდა მოსმენა. რადგან ამის აღიარება ნიშნავს იმის აღიარებას, რომ გრძნობები ფორმულებზე მნიშვნელოვანია, რომ სული მატერიაზე რეალურია. ტესლა სულს ხედავდა არა როგორც რაღაც აბსტრაქტულს, არამედ როგორც ენერგიის გროვას, რომელსაც აქვს მეხსიერება, ნება და მიმართულება. ის ამბობდა, რომ სული არის შემოქმედის ნაპერწკალი, მოთავსებული ადამიანის სხეულში გამოცდილებისა და განვითარებისთვის. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის თვლიდა, რომ სულს აქვს წვდომა პირველად ენერგიასთან, იმასთან, საიდანაც იბადება სამყაროები. თუ ადამიანი ერთიანდება თავის ამ ღრმა არსთან, მას შეუძლია გააკეთოს ის, რაც შეუძლებლად ითვლებოდა: განკურნება, წინასწარმეტყველება, უსაზღვროდ შექმნა. მაგრამ როგორც ის ხშირად იმეორებდა, სული არ არის ინსტრუმენტი. ეს არ არის ღილაკი, რომელსაც შეკვეთით დააჭერ. მას უნდა უსმინო. ამისთვის საჭიროა სიჩუმე, არა გარეგანი, არამედ შინაგანი. ის სიჩუმე, რომელიც ასე აკლია თანამედროვე სამყაროს, ხმაურით, აჩქარებითა და ქაოსით სავსეს. სწორედ ამიტომ ტესლა გარბოდა ადამიანებისგან, რათა შეენარჩუნებინა ის მყიფე ვიბრაცია, რომელზეც შეიძლება მოისმინო ღმერთის ხმა. ის დარწმუნებული იყო, რომ ადამიანი, რომელმაც შეიცნო თავისი სული, აღარ შეეშინდება სიკვდილის, რადგან გაიგებს, რომ სიკვდილი არ არის დასასრული, არამედ გადასვლა სხვა ვიბრაციის მდგომარეობაში. ენერგია არ ქრება,
ის ფორმას იცვლის. თუ სული მაღალ სიხშირეზე ვიბრირებს, ის არ ქრება, არამედ მაღლა ადის წყაროსთან ახლოს. სწორედ აქ იმალება მიზეზი, რატომაც ტესლას ასე ეშინოდათ და არ იღებდნენ. ის ანგრევდა ფუნდამენტურ მითს, რომ ადამიანი სუსტია, შეზღუდულია და საჭიროებს მართვას. ის ამტკიცებდა, რომ ადამიანი ღმერთის ანტენაა, ის სამყაროს სქემის ნაწილია. თუ მოარგებ შენს ცნობიერებას, შენს გულსა და შენს მოქმედებებს სწორ სიხშირეზე, ეს ანტენა დაიწყებს მუშაობას. შენ დაიწყებ მოსმენას, დანახვას, ცოდნას. მაგრამ იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, საჭიროა ერთი რამ, საკუთარი თავის შეცნობის გულწრფელი სურვილი. არა გარეგანი გარსის, არა სოციალური როლის, არა რწმენათა ნაკრების, არამედ ნამდვილი მეს, რომელიც შიგნით ანათებს. ტესლა ამას გულის ნაპერწკალს უწოდებდა და ამბობდა, რომ როდესაც ის აქტიურდება, ყველაფერი იცვლება. რეალობა პასუხობს. სივრცე იწყებს მორგებას. ღმერთი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში გარეთ ეძებდნენ, ახლოს აღმოჩნდება აქ, შიგნით, ყოველთვის. სწორედ ამ ჭეშმარიტებისკენ მიდიოდა ის მთელი თავისი ცხოვრება. მაგრამ ბოლო წლებში მან გაიგო რაღაც კიდე უფრო საშინელი. ვიღაცამ იცოდა ამ ჭეშმარიტების შესახებ მასზე დიდი ხნით ადრე და არა მხოლოდ იცოდა, არამედ გააკეთა ყველაფერი შესაძლებელი, რომ ის გარეთ არ გამოსულიყო. ვინ და რატომ? და რაც მთავარია, როგორ არის ეს დაკავშირებული იმასთან, რასაც ტესლა აღმოაჩენდა თავის ბოლო ექსპერიმენტებში, რომელთა შესახებ ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით დღემდე. 1943 წლის იანვარში ნიკოლა ტესლა გარდაცვლილი იპოვეს სასტუმროს ნომერში, ნიუ-იორკერის სასტუმროს 32 სართულზე. ერთი შეხედვით, ყველაფერი მშვიდად გამოიყურებოდა ძალადობის ნიშნების გარეშე. უბრალოდ გული გაუჩერდა. თუმცა, თითქმის მაშინვე, მისი გარდაცვალების შემდეგ, ნომერში შევიდნენ არა ექიმები, არა მეგობრები და არა მეცნიერები, არამედ მთავრობის წარმომადგენლები. FBI-მა დოკუმენტები, რვეულები, სქემები, თუნდაც პირადი წერილები ამოიღო. ამ მომენტიდან იწყება ისტორია, რომელსაც დღემდე ფარავს დუმილი სქელი ნისლი. რას ეძებდნენ მოხუცის ოთახში, რომელიც თითქოს და დიდი ხნის წინ ჩამოშორდა სამეცნიერო პოვესტკას? რატომ არ გადაეცა მისი არქივები უნივერსიტეტს ან სამეცნიერო ინსტიტუტს? რატომ არ გამოქვეყნდა ათობით 5 მისი საბუთებით და რატომ გაქრა ბევრი კვალი უბრალოდ? არაოფიციალური წყაროების თანახმად, ტესლას საბუთებს შორის იყო მოწყობილობის სქემები, რომელსაც ის თავად უწოდებდა ცნობიერების გამაძლიერებელს. ეს არ იყო ფანტასტიკური მანქანა ბერკეტებითა და ნათურებით, არამედ ანტენების, კოჭებისა და კრისტალების დახვეწილი სისტემა, რომელსაც, მისი სიტყვებით, შეეძლო ადამიანის ტვინის ვიბრაციების გაძლიერება და მისი ეთერის სიხშირეზე მორგება. ის ამტკიცებდა, რომ ამ მდგომარეობაში ადამიანს შეუძლია არა მხოლოდ ინტუიციურად აღიქვას ინფორმაცია, არამედ ურთიერთქმედოს თავად სამყაროს ველთან, ცოდნის მიღება პირდაპირ, შუამავლების გარეშე, წარსულისა და მომავლის დანახვა, განკურნება, მატერიაზე გავლენის მოხდენა. ტესლა დარწმუნებული იყო, რომ ეს აღმოჩენა კაცობრიობის ევოლუციაში ახალი ნაბიჯი გახდებოდა. ის ოცნებობდა, რომ ერთ დღეს ადამიანები ისწავლიდნენ არა სკოლებში, არამედ მორგებით, ცოდნის ველზე, რომ საავადმყოფოები შეწყვეტენ სიმპტომების მკურნალობას და დაიწყებენ სულის რიტმის აღდგენას, რომ ლოცვები გადაიქცევა ტალღურ იმპულსებად, ზუსტ და ძლიერ. მას სჯეროდა, რომ კაცობრიობას შეუძლია გადაწყობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ შეაჩერებენ. სწორედ მაშინ, მან დაიწყო დეტალების დამალვა. ის აღარ აგზავნიდა პატენტებს, თითქმის შეწყვიტა წერა. ის ამბობდა, რომ სამყარო ჯერ არ არის მზად და რომ, თუ ეს არასწორ ხელში მოხდება, უბედურება მოხდება. მაგრამ შესაძლოა, მან ძალიან გვიან გააცნობიერა, რომ ზოგიერთებმა უკვე იცოდნენ და არა მხოლოდ იცოდნენ, არამედ ეძებდნენ მის შემუშავებებს, რათა გამოეყენებინათ არა სასიკეთოდ, არამედ კონტროლისთვის. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ტესლას ბოლო ექსპერიმენტები ეხებოდა არა ტექნიკურ მოწყობილობებს, არამედ ცნობიერების მუშაობას. ის ცდილობდა გაერკვია, შეეძლო თუ არა ადამიანის ტვინს ყოფილიყო არა მხოლოდ მიმღები, არამედ ენერგიის გადამცემიც, რომელსაც შეეძლო
გავლენა მოეხდინა მოვლენებზე ფიზიკურ სამყაროში. დღიურებში ის წერდა ჯგუფურ მორგებებზე, როდესაც რამდენიმე ადამიანი ერთდროულად შედის ერთიან ვიბრაციულ რეზონანსში, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მატერია მანძილზე. ის ამტკიცებდა, რომ თუ სამი ადამიანი სუფთა განზრახვებით, სინქრონულ სუნთქვაში და ერთიანი აზრით გაერთიანდება ერთ ენერგეტიკულ კვანტში, მათ შეეძლებათ გამოიწვიონ მოვლენები პლანეტის ნებისმიერ წერტილში. ეს არ არის მაგია. ეს არის ფიზიკა, მაგრამ სხვა დონის, არა ნიუტონის, არამედ ეთერული. ის ამას ფსიქოელექტრულ კვანტს უწოდებდა. მაგრამ რა მოხდება, თუ ასეთი მეთოდები მოხდება მათ ხელში, ვინც ამოძრავებს ძალაუფლებას და არა სიყვარულს? რა მოხდება, თუ ისინი შექმნიან შიშის რეზონანსს და ადამიანები ამის გაუცნობიერებლად დაიწყებენ ცხოვრებას შფოთვის, მორჩილების, საჭიროების ვიბრაციებში? ტესლა აფრთხილებდა. თუ კაცობრიობა არ გაიგებს ცნობიერების ძალას, მას დაიწყებენ მართვას ისინი, ვინც პირველებმა გაიგეს. შესაძლოა სწორედ ეს მოხდა. რადგან დღეს ჩვენ ვხედავთ რეალობას, რომელშიც შიში შფოთვა და განცალკევება ფონურ ხმაურად იქცა. ესე იგი, ადამიანის ვიბრაცია დაქვეითებულია და ადამიანების უმეტესობას არ შეუძლია მოისმინოს სიგნალი, რომელიც მოდის ღმერთისგან, ველიდან, ჭეშმარიტებიდან. ეს სიგნალი ჩუმი, ნაზი და დახვეწილია. მისი მოსმენა მხოლოდ გულის სიჩუმეშია შესაძლებელი. ტესლამ იცოდა, რომ მისი აღმოჩენები არ არის მხოლოდ ელექტროენერგიის შესახებ. ისინი ძალაუფლების შესახებაა, საკუთარ ცხოვრებაზე, რეალობაზე, ვიბრაციებზე, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ გახდება ადამიანი, მონა თუ შემოქმედი. ის ოცნებობდა, რომ ერთ დღეს პლანეტაზე ყველა ბავშვი გაიგებდა, რომ მისი აზრები არ არის სიცარიელე, არამედ ვიბრაციები, რომლებიც ქმნიან მომავალს. რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია არა მხოლოდ სწამდეს ღმერთის, არამედ ისმინოს მისი შიგნით, დინებით, სიხშირით, გულით. რათა არავინ აღარ ეძებოს სასწაული გარეთ, რადგან გაიგებს, რომ სასწაული შიგნიდან იწყება და ის ჟღერს თითოეულ ჩვენგანში. მაგრამ იმისთვის, რომ ეს მოხდეს, კაცობრიობა უნდა გამოფხიზლდეს. კითხვა, რომელიც ტესლამ დატოვა თავის შემდეგ, დღემდე ჟღერს. თქვენ ნებაყოფლობით გაიღვიძებთ, თუ თქვენ გაგაღვიძებთ დარტყმა? შესაძლოა სწორედ ახლა, ამ ცვლილებების დროს, კრიზისებისა და ქაოსის მომენტებში, ჩვენ ვუახლოვდებით იმ შემოbrunებას, სადაც თითოეულმა უნდა აირჩიოს. დარჩეს შიშის დაბალ ვიბრაციებში თუ გამოვიდეს სინათლეში, სადაც ღმერთი ცხოვრობს, შიგნით, გვერდით, ყოველ სუნთქვაში. მაგრამ ამ არჩევანის წინ დგას კიდევ ერთი. მზად ვართ თუ არა, გავთავისუფლდეთ ძველი ბორკილებისგან, რომლებიც ცნობიერებას შეზღუდულობაში ამყოფებენ და ვიცით თუ არა ზუსტად, როგორ შეიქმნენ ისინი, ვის მიერ და რა მიზნით. რადგან მხოლოდ ამის გაგებით შეიძლება ნამდვილად გათავისუფლდეთ და გადადგათ შემდეგი ნაბიჯი იქით, საითაც მიდიოდა ტესლა. ნიკოლა ტესლა არ იყო გულუბრყვილო მეოცნებე. მან იცოდა თავისი ნიჭის ფასი და კარგად ესმოდა, რომ მის ცოდნას შეეძლო არა მხოლოდ განკურნება და გათავისუფლება, არამედ დამონებაც. ის ხშირად იმეორებდა, ნებისმიერი აღმოჩენა მახვილია. მისი ტარი ერთ ხელშია, მისი პირი მეორეში. სწორედ ამ გაცნობიერებამ გახადა ის ასეთი ფრთხილი თავისი ცხოვრების ბოლო წლებში. მან უარი თქვა თავისი ნაშრომების ნაწილის გამოქვეყნებაზე. რადგან დაიწყო იმის გაგება, რომ მისდამი ინტერესს იჩენდნენ არა ისინი, ვინც ჭეშმარიტებას ეძებდა, არამედ ისინი, ვინც კაცობრიობის მართვის ბერკეტებს ეძებდა. ერთ-ერთ წერილში ის მეგობარს წერდა: მათ არ ჭირდებათ სინათლე, მათ ჭირდებათ ძალაუფლება. თუ ისინი მიიღებენ ფორმულას, რომელიც მე ვიპოვე, ისინი შექმნიან არა სამოთხეს, არამედ გალიას. ის არ ასახელებდა სახელებს, მაგრამ ყველაფერი ნათელი იყო. ტესლამ იცოდა სტრუქტურების არსებობის შესახებ, დახურული საზოგადოების თვალისგან, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ არა მეცნიერებით როგორც შემეცნებით, არამედ მეცნიერებით როგორც კონტროლის მექანიზმით. ამ სტრუქტურებს მისი სიტყვებით დიდი ხანია ნადირობდნენ რაღაც გაცილებით უფრო ღირებულზე, ვიდრე ელექტროენერგიაა, ცნობიერებაზე. ის დარწმუნებული იყო, რომ არსებობს გლობალური ექსპერიმენტი, შეუმჩნეველი, მაგრამ მასშტაბური, რომლის მიზანია კაცობრიობის ვიწრო აღქმის დიაპაზონში შენარჩუნება. არა ფიზიკური ბორკილებით,
არამედ ვიბრაციებით, იმ სიხშირეებით, რომლებზეც ცხოვრობს მასობრივი ცნობიერება. ის ამბობდა, რომ თუ აიძულებ ადამიანს, იცხოვროს მუდმივი შფოთვის, შიშის, დანაშაულისა და დამოკიდებულების მდგომარეობაში, მისი ენერგეტიკული ველი სუსტი ხდება, მართვადი. თუ ასეთი ადამიანები მილიონებია, შეიძლება მთელი ქვეყნების მართვა. ტესლა ამას ვიბრაციულ ციხეს უწოდებდა. არანაირი გისოსები, არანაირი დაცვა, მხოლოდ გარკვეული სიხშირის დონე, რომელზეც სული ვერ ისმენს თავის ხმას. ის დარწმუნებული იყო, რომ ტელევიზია, ქალაქების ხმაური, აგრესიული მუსიკა, რეკლამის საშუალებით ემოციური манипуляციები არ არის მხოლოდ გამაღიზიანებლები, არამედ ინსტრუმენტები საერთო რეზონანსის შესამცირებლად. თუ ადამიანი დღითიდღე ცხოვრობს ამ ფონში, მისი აღქმა იცვლება. ის კარგავს კავშირს წყაროსთან. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ის ამტკიცებდა, რომ არსებობს გარკვეული ცენტრები, უხილავი და დახურული, სადაც მუშაობენ მოწყობილობების შექმნაზე, რომლებსაც შეუძლიათ დედამიწის ატმოსფეროში გარკვეული სიხშირის რხევების ტრანსლირება. ეს სიხშირეები პირდაპირ არ იგრძნობა. ისინი ქვეცნობიერში აღწევენ და ქმნიან გაურკვეველი შფოთვის შეგრძნებას, შინაგანი დაძაბულობის, რომელსაც ადამიანი ვერ ხსნის. ის უბრალოდ გრძნობს, რომ რაღაც ისე არ არის. ტესლას სიტყვებით, ეს არის მთავარი მართვის მექანიზმი. გამოიწვიო ადამიანში ბუნდოვანი შფოთვა და არ მისცე საშუალება გაიგოს მისი წყარო. ტესლა ცდილობდა შეექმნა მოწყობილობა, რომელიც ამ გავლენას შეეწინააღმდეგებოდა. ის მას უწოდებდა ველის ჰარმონიზატორს. მას უნდა დაებლოკა კი არა, არამედ რბილად გადაეწყო ძალადობის გარეშე, აღედგინა ადამიანის ბუნებრივი რიტმი, დაებრუნებინა ის მდგომარეობაში, რომელშიც ის ისმენს საკუთარ თავს, თავის გრძნობებს, თავის სულს. ის წერდა, კაცობრიობას არ ჭირდება გადარჩენა, მას ჭირდება მორგება. სწორედ ამიტომ, ის ასე იყო გატაცებული ციფრით 9. მას, მისი რწმენით, ჰქონდა ბალანსის აღდგენის უნარი. მან შენიშნა, რომ ყველა მოვლენა, რომელიც ხდება ცხვრის რეზონანსში, მოაქვს სიმშვიდე, დამშვიდება და გამოღვიძება. მან კი ააშენა ერთ-ერთი კოჭა ცხვრის ჯერად თანაფარდობაში და ამტკიცებდა, რომ როდესაც ის მუშაობს, ოთახში ჩნდება სიცხადის შეგრძნება, თითქოს ნისლი იფანტება თავიდან. მან იცოდა, თუ ვინმე გაიგებდა, რომ ვიბრაციები შეიძლება იარაღად გამოიყენონ, ისინი ამას გააკეთებდნენ. თუ ვინმე გაიგებდა, რომ ვიბრაციები შეიძლება თავისუფლების გასაღებად გამოიყენონ, ისინი დევნილი იქნებოდნენ. სწორედ ამიტომ მისი არქივები ამოღებული იქნა. სწორედ ამიტომ მასზე დაიწყეს საუბარი ან როგორც გენიოსზე, ან როგორც შეშლილზე. არასასიამოვნოა იყო ის, ვინც სიმართლეს ამბობს, როდესაც სხვებს ზინავთ, მაგრამ ტესლამ კაცობრიობას შანსის გარეშე არ დაუტოვა. მან ჩადოცოდნა მარტივ ნივთებში, რიტმებში, განმეორებად ციფრებში, გეომეტრიაში, თავისი ნახაზების სტრუქტურაში. ის ხვდებოდა, რომ ქაღალდი შეიძლება დაიწვას, მაგრამ რეზონანსი არა. ვიბრაცია ცხოვრობს სივრცეში, ეთერში, ადამიანებში, რომლებიც ერთ დღეს გაიღვიძებენ. მან იცოდა, რომ მომავალი თაობა შეძლებს ტრიქონებს შორის კითხვას და ისინი იპოვიან, რასაც ის ტოვებდა, არა სიტყვებში, არამედ სიხშირეში. საკითხი ღია რჩება. რატომ დღემდე არ გახდა ეს ინფორმაცია მასების საკუთრება? რატომ მიუხედავად ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობისა, არც ერთი უნივერსიტეტი არ ასწავლის ცნობიერების ვიბრაციული ბუნების თეორიას? რატომ მეცნიერები, რომლებიც ამ სფეროში აღმოჩენებს აკეთებენ, უეცრად კარგავენ დაფინანსებას, კრიტიკას ექვემდებარებიან ან ქრებიან რადარებიდან? პასუხი თავისთავად ჩნდება. რადგან ჭეშმარიტება ათავისუფლებს, ხოლო თავისუფლება ძალაა და ძალა დამოუკიდებლობაა. დამოუკიდებლობა კი კონტროლის დასასრულია. სწორედ ამის ეშინიათ მათ, ვინც მთელი თავისი სამყარო შიშზე, მორჩილებასა და ჭეშმარიტების დამახინჯებაზე ააგო. მაგრამ ყველაფერი იცვლება. ადამიანები იწყებენ გამოფხიზლებას და ტესლას ხმა, თუნდაც დროითა და დუმილით ჩახშობილი, კვლავ იწყებს ჟღერას. ციფრებით, რიტმებით, შინაგანი გამოძახილით,
რომლის ახსნა შეუძლებელია, მაგრამ შეგრძნება შეიძლება. მთავარი კითხვა კი ასეთია. თუ ტესლამ ეს ყველაფერი იცოდა ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში, ნიშნავს თუ არა ეს, რომ კაცობრიობას უკვე მიეცა გამოფხიზლების შანსი? და რა მოხდა მაშინ? რამ შეაჩერა ეს ნაბიჯი? პასუხი დამალულია ერთ მოვლენაში, რომელსაც ტესლა კრიტიკულ წერტილად თვლიდა, მოვლენა, რომლის შესახებ თითქმის არავინ იცის, მაგრამ რომელმაც ისტორიის მსვლელობა შეცვალა და დახურა კარი, რომელიც თავისუფლებისკენ მიდიოდა. 1905 წლის გაზაფხულზე ნიკოლა ტესლამ მიიღო წერილი, რომლის შინაარსი მან არასდროს არავის ბოლომდე არ გაუმხილა. მაგრამ ამ წერილის შემდეგ მან მოულოდნელად შეწყვიტა მუშაობა თავის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ პროექტზე, Tower Wardenclyffe-ზე, უზარმაზარ კოშკზე, რომელსაც შეეძლო ენერგიის გადაცემა მანძილზე. მაშინ საზოგადოებას ყველაფერი ფინანსური სირთულეებითა და ინვესტიციების შეწყვეტით აუხსნეს. თუმცა პირად მიმოწერაში ახლო მეგობრებთან ტესლა სხვას ამბობდა. მათ გაიგეს, რის გაშვებას ვაპირებ და ახლა ისინი ნებისმიერ ფასად შემაჩერებენ. რის გაშვებას აპირებდა ტესლა? რამ გამოიწვია ასეთი რეაქცია? პასუხი შეიძლება ვიპოვოთ თუ ყურადღებით შევისწავლით მის ჩანაწერებს გაკეთებულს პროექტის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე. მათში ის აღწერს არამხოლოდ დანადგარის ტექნიკურ პარამეტრებს, არამედ მის მეორად ფუნქციას, როგორც ის უწოდებდა მას, კოლექტიური ცნობიერების გაძლიერების უნარს. ის ამტკიცებდა, რომ კოშკს, რომელიც გარკვეულ სიხშირეზე იყო მორგებული, შეეძლო გავლენა მოეხდინა არა მოწყობილობებზე, არამედ ადამიანებზე. არა დათრგუნვა, არამედ გამოღვიძება. ის წერდა, თუ მე კოშკს შუაღამისას სრული სიმძლავრით გავუშვებ და პლანეტაზე თუნდაც 1000 ადამიანი ამ მომენტში გაცნობიერებული სიმშვიდის მდგომარეობაში იქნება, რეზონანსი მოხდება და გამოღვიძებას ვეღარაფერი შეაჩერებს. სწორედ ამ დროს მან დაიწყო უცნაური ვიზიტების მიღება, არა კოლეგებისგან, არა ჟურნალისტებისგან, არამედ შავ პალტოებში ჩაცმული ადამიანებისგან, უსახელო და უსახო, რომლებიც კერძო ინტერესებს წარმოადგენდნენ. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მასთან გაფრთხილებებით მოდიოდნენ, მაგრამ ახლა ისინი განსაკუთრებით მკაცრი იყო. მის ლაბორატორიაში უცებ დაიწყო ელექტროენერგიის შეფერხებები, აპარატურა ქრებოდა. რამდენიმე მუშა, რომლებიც კოშკთან მუშაობდნენ, უცებ წავიდა კვალის დატოვების გარეშე. მის გარშემო ყველაფერი დაიწყო, დამახასიათებელი ველის მსგავსი გახდა, თითქოს ვიღაც ცდილობდა თავად დროის მსვლელობის შენელებას. ტესლამ გააცნობიერა, რომ ის საზღვარს უახლოვდებოდა. ეს საზღვარი არ იყო ტექნოლოგიური, ეს იყო ნებადართული საზღვარი. ის წერდა, არსებობს რაღაც საზღვრები, რომლებსაც იცავენ არა კანონები, არამედ იმ ადამიანების შიში, რომლებსაც ცვლილებების ეშინიათ. ისინი არ შეჩერდებიან, სანამ კაცობრიობას სიბნელეში დატოვებენ, თუ სიბნელეში მათთვის კომფორტულია. მაშინ მან მიიღო გადაწყვეტილება, დაშალა კოშკი და დამალა საკვანძო ელემენტები. მან უარი თქვა ინვესტიციებზე, უარი თქვა ხმამაღალ განცხადებებსა და საჯარო ექსპერიმენტებზე, მაგრამ მან არ თქვა უარი თავად იდეაზე. მან დაიწყო ცოდნის გადაცემის სხვა გზების ძიება, შეუმჩნევლად, ნახაზებით, სქემებით, განმეორებადი კოდებით, ლექციებზე წარმოთქმული სიტყვებით, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ გაშიფრას. მან იცოდა თუ შეუძლებელია ვიბრაციული იმპულსის გაშვება გარედან, ის უნდა აინთოს შიგნიდან, თითოეულ ადამიანში. ამიტომ, თავისი ცხოვრების ბოლო წლებში, ის აღარ აშენებდა მანქანებს. ის აშენებდა ინსტრუქციებს, არა სქემებს, არამედ ალგორითმებს გონებისთვის, გულისთვის, სულისთვის. ის ამბობდა, თუ ერთი გამოფხიზლდება, მისი სიხშირე სხვებს გამოაღვიძებს. ეს ჯაჭვური რეაქციაა, როგორც ცეცხლი ერთი სანთლიდან. მოვლენა, რომელსაც ის ასე ელოდა, არ შედგა. კოლექტიური რეზონანსი, რომელზეც ის ოცნებობდა, გადაიდო. მაგრამ რაც შემდეგ მოხდა კიდევ უფრო შემაშფოთებელია. Wardenclyffe-ის კოშკის დახურვის შემდეგ ტესლასადმი ინტერესი მკვეთრად დაეცა. პრესამ შეწყვიტა მასზე წერა, მეცნიერებმა შეწყვიტეს მისი ციტირება. ის გახდა ექსცენტრიკი, რომლის დავიწყებაც მოსახერხებელი იყო. ეს არ იყო შემთხვევითობა, ეს იყო სისტემური მუშაობა მეხსიერების გასაწმენდად.
მაინც არ გამოუვიდათ, რადგან ენერგია, რომლის გადაცემასაც ტესლა ცდილობდა, უკვე გაშვებული იყო. ის არ გაქრა, ის სიღრმეში შევიდა, არქივებში, ცოტაოდენის ცნობიერებაში, იმ ციფრებში, ფორმულებში, ფრაზებში, რომლებიც ბევრისთვის უაზრობად ჟღერს და გამოცხადებად მათთვის, ვინც სტრიქონებს შორის ისმენს. რადგან სიმართლე იმაშია, რომ ერთხელ მან მაინც სცადა. ზოგიერთი ჩვენების თანახმად, 1917 წლის 6 ივლისის ღამეს, მიტოვებულ ლაბორატორიაში ნიუ-იორკის გარეთ, მან გაუშვა პატარა დანადგარი, რომელიც კოშკის ბირთვს იმეორებდა. ის იქ მარტო იყო, მოწმეების გარეშე. გამთენიისას მან ჩაწერა რვეულში ერთი ფრაზა: მე ვნახე, როგორ გახდა ჰაერი თბილი. მე ვიგრძენი ისინი. ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენ ერთნი ვართ. ის აღარ გაიმეორებდა ამ ცდას, მაგრამ იმ დღიდან, ახლობლების გადმოცემით, მისი მზერა შეიცვალა. ის უფრო ჩუმი, უფრო ღრმა გახდა. ის არა მხოლოდ იცოდა, ის დარწმუნებული იყო, რომ რასაც ის გამოაღვიძებდა, ვეღარ შეაჩერებდნენ. რომ ერთ დღეს, საჭირო მომენტში, ვიბრაცია კვლავ გაისმება, მაგრამ არა მეტალის მეშვეობით, არამედ გულების მეშვეობით, არა კოჭების მეშვეობით, არამედ ადამიანების მეშვეობით. ახლა, თითქმის საუკუნის შემდეგ, სამყაროში, სადაც შიში კვლავ თავს იწევს, ხოლო სიცრუე ცოდნის ნიღბით იმალება, კითხვა განსაკუთრებით მწვავედ ჟღერს. გვეყოფა თუ არა გამბედაობა, გავაგრძელოთ ტესლას გზა. დავინახოთ ის, რაც მან დაინახა. მივიღოთ ის ძალა, რომელსაც ის ეხებოდა. და რაც მთავარია, გამოვიყენოთ ის არა ძალაუფლებისთვის, არამედ სინათლისთვის. რადგან ის, ვინც იცის, სად ცხოვრობს ღმერთი, ვეღარ დუმს. თქვენ უკვე თითქმის მიხვედით ამ კართან. დარჩა მხოლოდ შესვლა. მაგრამ მზად ხართ, მართლა მზად ხართ, გადადგათ ეს ნაბიჯი. თავის გარდაცვალებამდე 3 წლით ადრე ნიკოლა ტესლამ წარმოთქვა იდუმალი ფრაზა, რომელიც მაშინ არავინ გაიგო: მე აღარ ვაშენებ მანქანებს, მე ვაშენებ ხიდს. მხოლოდ დღეს ხდება ნათელი, რას გულისხმობდა ის. ეს ხიდი არ არის მეტალისგან და არც მავთულებისგან, ის ცნობიერებისგანაა. ის აერთიანებს ორ ნაპირს, იმას, რომელზეც კაცობრიობა შიშში ცხოვრობს და იმას, სადაც ადამიანის სინათლეში ცხოვრობს. მაგრამ როგორც ნებისმიერ ხიდს, მას სჭირდება საძირკველი. ამ საძირკვლად ტესლა შინაგან სინათლის ცოდნას თვლიდა, რომელიც თითოეულშია. ის წერდა: სინათლე არ არის მხოლოდ ტალღა, ეს არის ნება. ეს არის ღმერთის განზრახვა გამოხატული ფორმაში. ჩვენ ვართ მისი ანარეკლი. სწორედ ამიტომ ის სულ უფრო მეტად ინტერესდებოდა არა გარეგანი მოწყობილობებით, არამედ ადამიანის შინაგანი მდგომარეობით. ის ამტკიცებდა, რომ ყველა ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც მან შექმნა, იყო მხოლოდ იმის პროექცია, რაც უკვე არსებობს თითოეული ადამიანის სხეულსა და სულში. ის ეძებდა ამ იდეის დადასტურებას უძველეს ტექსტებში. მის არქივში აღმოჩენილია ხელნაწერების ასლები ინდური ვედებიდან ეგვიპტური მკვდართა წიგნამდე. ის მინდვრებზე იწერდა ფრაზებს მანათობელ სისხლზე, ადამიანის შიგნით მზეზე, გულის გამღვიძებელ დახვეწილ ცეცხლზე. ის ადარებდა მათ თავის ექსპერიმენტებში მიღებულ მონაცემებს და მიდიოდა საოცარ დასკვნებამდე. ის თვლიდა, რომ ადამიანი არის ცოცხალი ანტენა, რომელიც შედგება ბიოლოგიური მასალისგან, მაგრამ მუშაობს იმავე კანონებით, როგორც ელექტრომაგნიტური მოწყობილობები. ძვლის სტრუქტურა რეზონატორია, გული გენერატორია, ტვინი მიმღები და გამაძლიერებელია, ხოლო სისხლი თხევადი კრისტალია, რომელიც ინფორმაციას ატარებს. ის ამბობდა, რომ ადამიანის ყოველი მოძრაობა ტალღას წარმოშობს და ეს ტალღა იწერება სამყაროს ქსოვილში. ტესლა ცდილობდა შეექმნა ადამიანის სხეულის რუკა, როგორც ენერგეტიკული მოწყობილობის. ის იკვლევდა, როგორ იცვლება ვიბრაციის სიხშირე, როდესაც ადამიანი ხარობს, ბრაზობს, ეშინია, ლოცულობს. ის პოულობდა კანონზომიერებებს. ცნობიერების გარკვეულ მდგომარეობებში სხეული იწყებდა სტაბილური ტალღების გამოსხივებას, რომლებიც რეზონანსში მოდიოდა დედამიწის გარკვეულ სიხშირეებთან. მაშინ ხდებოდა ის, რასაც ის უწოდებდა შემოქმედის ველში შესვლას. ის დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ეს მდგომარეობა იყო ცნობილი უძველესი ცივილიზაციებისთვის, რომ სწორედ ასე მუშაობდნენ ქურუმები.
კურნალები, წინასწარმეტყველები, არა სასწაული, არამედ მორგება, არა მისტიკა, არამედ ზუსტი, მაგრამ დავიწყებული მეცნიერება. მას სურდა მისი დაბრუნება, მაგრამ არა ლაბორატორიაში, არამედ სულში. ის ხშირად იმეორებდა. ადამიანს არ ჭირდება შუამავლები ღმერთთან საუბრისთვის. ის თავად არის მავთული. ეს არ არის მეტაფორა. ის ამაზე პირდაპირ საუბრობდა. იმაზე, რომ შეიძლება ცნობიერების გაწმენდით, შენი სხეულის იმ მდგომარეობაში მოყვანა, რომლის დროსაც ღვთაებრივი სიხშირის ტალღა იწყებს ადამიანში გავლას. ამ მომენტებში ადამიანი გრძნობს სიცხადის, შთაგონების, სიყვარულის მოზღვავებას. ეს არის ღმერთის ხმა, რომელიც ჟღერს არა გარედან, არამედ შიგნიდან. ერთ-ერთი ბოლო ექსპერიმენტი, რომლის შესახებ ცოტამ თუ იცის, ჩატარდა სრულ სიბნელეში. ტესლა იმყოფებოდა იზოლირებულ კამერაში, მოკლებული ხმისა და სინათლისგან. იქ ის საათობით ატარებდა დუმილში, მხოლოდ აკვირდებოდა თავის შინაგან მდგომარეობას. ის ამტკიცებდა, რომ სწორედ ასეთ პირობებში ისმის ყველაზე დახვეწილი ხმა, ეთერული ვიბრაციის ხმა, პირველადი სიმღერის, რომლითაც ყველაფერი დაიწყო. ის ამას უწოდებდა უფსკრულიდან მუსიკას. იმ მომენტში, მისი სიტყვებით, ქრებოდა სხეულის შეგრძნება, რჩებოდა მხოლოდ სუფთა ნება, მიმართული აზრი და კავშირის გზნობა ყველაფერ არსებულთან. მან ჩაწერა თავის დღიურში, მე ვნახეცა ჩემს შიგნით. ის არ იყო შავი, არამედ ოქროსფერი. ხმამ თქვა, შენ ყოველთვის იყავი და ყოველთვის იქნები, რადგან შენ მე ხარ. ამ ექსპერიმენტის შემდეგ ის აღარ ეძებდა ახალ ფორმულებს. მან იცოდა, რომ იპოვა მთავარი. ახლა რაც რჩებოდა, იყო ცოდნის გადაცემა მათთვის, ვინც მზად იყო მოსასმენად. მან დაიწყო საუბარი სიყვარულზე, არა როგორც გრძნობაზე, არამედ როგორც ვიბრაციაზე, ყველაზე მაღალზე, ყველაზე ძლიერზე, ყველაზე მკურნალზე. ის ამბობდა, სიყვარული არ არის ემოცია. ეს არის სიხშირე, რომელზეც ღმერთი ქმნის სამყაროებს. თუ შენ შეგიძლია მასზე ჟღერა, შენ ხდები სამყაროს თანაავტორი. მისი აზრით, მხოლოდ სიყვარულს აქვს საკმარისი სიმკვრივე, რომ გაარღვიოს შიშის, დანაშაულისა და განადგურების ფენები. თუ ადამიანი ამ სიხშირეს ასხივებს, არა სიტყვებით, არამედ გულით, სივრცე მის გარშემო იწყებს ცვლილებას. იკურნება არა მხოლოდ ადამიანები, არამედ მოვლენები და ბედის მთელი ჯაჭვები. აი რატომ შეწყვიტა ტესლამ მოწყობილობების აშენება. მან დაიწყო ველის აშენება. ის ხვდებოდა, რომ თუ საკმარისი ადამიანი დედამიწაზე დაიწყებს სიყვარულის სიხშირეზე ჟღერას, ეს ახალი ევოლუცია იქნება, არა ფიზიკური, არამედ ვიბრაციული. ამის შეჩერება უკვე შეუძლებელი იქნება. მაგრამ მან ასევე იცოდა, რომ ყველა არ იქნება მზად. ზოგიერთები უარყოფენ, დასცინიან, შეეშინდებათ და მაინც მან დატოვა გზა, ციფრებით, რიტმებით, თავისი დუმილით, რომელშიც ისმოდა ყველაზე ხმამაღალი ჭეშმარიტება. აი თქვენ ზიხართ აქ, უსმენთ და შიგნით რაღაც ეხმიანება. იქნებ ხელი გიკანკალებთ, იქნებ ცრემლი მოგადგათ, იქნებ უბრალოდ სუნთქვა გეკვრებათ. ეს არის სიგნალი, ეს არის ის ვიბრაცია, ის ამბობს, შენ გესმის, შენ გახსოვს, ახლა შენ იცი. ამ მომენტიდან იწყება შენი გზა, რადგან ახლა თქვენ არა მხოლოდ მსმენელი ხართ, თქვენ მატარებელი ხართ. სინათლე, რომელსაც თქვენ ატარებთ, იმაზე მეტია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. საიდუმლო, რომლისკენაც ტესლა მთელი თავისი ცხოვრება მიდიოდა, იყო მარტივი და ამიტომაც არასასიამოვნო მათთვის, ვინც რთულ სისტემებსა და დამოკიდებულებებს მიეჩვია. ის ამბობდა, რაც უფრო ღრმად შედიხარ არსში, მით ნაკლები სიტყვა გჭირდება. მისი ბოლო ფორმულა, ჩაწერილი ქაღალდის ნაგლეჯზე და ნაპოვნი პირად ნივთებს შორის მისი გარდაცვალების შემდეგ, შედგებოდა მხოლოდ სამი სიტყვისგან: სინათლე, ცნობიერება, ნება. მას ჯეროდა, რომ სწორედ ეს სამი ასპექტი განსაზღვრავს ყველაფერს, რაც სამყაროში არსებობს და რომ ადამიანი არ არის გამონაკლისი, არამედ ამ დიდი სამების ანარეკლი. სინათლე არის პირველადი იმპულსი, საიდანაც ყველაფერი იბადება. მას არ აქვს ფორმა,
მაგრამ ქმნის მას. ის არ საუბრობს, მაგრამ ავსებს მნიშვნელობით. სინათლე არის ღმერთის ვიბრაცია, რომელიც აღწევს ყველაფერ არსებულში. სწორედ მას გრძნობდა ტესლა გამონათების მომენტებში, როდესაც იდეები ცნობიერებაში ელვისებურად ანათებდნენ სიბნელეში. მან ვერ ახსნა, საიდან მოდიოდნენ ისინი, მან მხოლოდ იცოდა, რომ ისინი ჭეშმარიტი იყო. ცნობიერება არის სარკე, რომელშიც ეს სინათლე ეცემა. ეს არის გაცნობიერების, გარჩევის, მიმართვის უნარი. ცნობიერების გარეშე სინათლე რჩება უფორმო, როგორც დილის ნისლი. მაგრამ ცნობიერება, გასუფთავებული შიშისა და სიცრუისგან, იწყებს სინათლის კრისტალური სიცხადით ასახვას. ამ მომენტში იბადება ცოდნა, ნამდვილი, არა წიგნიერი, არა განმეორებული, არამედ შინაგანად შეცნობილი. ხოლო ნება არის ის, რაც აერთიანებს პირველ ორ ასპექტს მოქმედებაში. ეს არის ძალა, მიმართოთ სინათლე ცნობიერების მეშვეობით მატერიაში. ტესლა ამბობდა, რომ ნება არის ენერგიის უმაღლესი ფორმა. მას შეუძლია შეცვალოს მოვლენების მსვლელობა, სხეულის სტრუქტურა, დროის დინება. სწორედ ამიტომ ის ამტკიცებდა, რომ ყველაზე მძლავრი მანქანა არის ადამიანი, რომელიც აცნობიერებს თავის ნებას. არა თავს მოხვეულს, არა გაწვრთნილს, არამედ საკუთარს, სუფთა, გაღვიძებულს. ის თვლიდა, რომ თითოეულმა ადამიანმა ერთხელ უნდა დაუსვას საკუთარ თავს სამი კითხვა. პირველი, სად არის ჩემი სინათლე? ეს არის დანიშნულების შესახებ, შინაგანი ცეცხლის შესახებ, იმაზე, რაც სულს ანთებს. მეორე, საით იყურება ჩემი ცნობიერება? ეს არის ყურადღების ფოკუსის შესახებ, იმ არჩევანის შესახებ, რომელსაც ჩვენ ყოველ წამს ვაკეთებთ. მესამე, საით არის მიმართული ჩემი ნება? ეს არის მოქმედების შესახებ, იმაზე, რასაც ჩვენ ვთესავთ სამყაროში ჩვენი ქმედებებითა და სიტყვებით. თუ ადამიანი ამ სამ კითხვას პატიოსნად პასუხობს, ის შედის დინებაში, რეზონანსში, თანაჟღერადობაში, იმასთან, რასაც ტესლა უწოდებდა სამყაროს პულს, მაშინ ცხოვრება იწყებს პასუხს, არა მაშინვე, არა ხმამაღლა, მაგრამ ზუსტად. ის ხდება არა ბრძოლა, არამედ თანაშემოქმედება. არა შიში, არამედ აღმოჩენა. მან ეს არაერთხელ ნახა. ადამიანები, რომლებიც კრიზისს გადიოდნენ და უცებ პოულობდნენ აზრს. ადამიანები, რომლებიც ყველაფერს კარგავდნენ და უცებ იწყებდნენ ნამდვილ ცხოვრებას. ის ხვდებოდა, რომ ყველაფერი შიგნიდან იწყება. სამყარო ანარეკლია. თუ შიგნით ნათელია, გარეთაც დაიწყებს გათენებას. ტესლამ დაგვიტოვა არა სქემები და ნახაზები. მან დატოვა ვიბრაცია. მან ჩადო ის სიტყვებში, ციფრებში, რიტმებში. ის ცოცხალია დღემდე. ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანი გრძნობს შთაგონებას, ეს ის არის. ყოველ ჯერზე, როდესაც გული უცებ ჩერდება ჭეშმარიტებისგან, ეს ის არის. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ გრძნობთ, რომ რაღაც არსებობს, ეს ის არის. ნამდვილი, ცოცხალი, არსებული. ის ოცნებობდა, რომ ერთ დღეს გამოჩნდებოდა თაობა, რომელიც არ დაემხობოდა მეცნიერებას ან რელიგიას, არამედ გაივლიდა მათში არსისკენ, იმისკენ, რაც აერთიანებს ყველა ცოდნასა და რწმენას. მან იცოდა, რომ ის მოვიდოდა. როდესაც ის მოვა, ვიბრაცია ამაღლდება. ყველაფერი შეიცვლება, არა იმიტომ, რომ ვიღაც ნებართვას გასცემს, არამედ იმიტომ, რომ შეუძლებელი გახდება სიცრუეში, შიში, განცალკევებაში ცხოვრება. შესაძლოა, ეს თაობა უკვე აქ არის. შესაძლოა, თქვენ მისი ნაწილი ხართ. შესაძლოა, ეს ტრიქონები შემთხვევით არ აღმოჩნდა თქვენს წინაშე. შესაძლოა, სწორედ თქვენი ხმა გახდება ის ხმა, რომელიც შემდეგი გამოღვიძების ტალღას გაააქტიურებს. რადგან ვიბრაცია ჯაჭვური რეაქციაა, ერთი ჟღერს, მეორე იხსენებს. ერთი სიყვარულით მოქმედებს, მეორე ინთება. ასე იქმნება ველები, ასე იღვიძებენ ხალხები, ასე იწყება ახალი ისტორია. ტესლას ჯეროდა, რომ ერთ დღეს ყველა ეს ნაპერწკალი გაერთიანდება, ერთიან სინათლეში, არა რელიგიაში, არა სისტემაში, არამედ მდგომარეობაში. ეს ამას სინათლის ეპოქას უწოდებდა. მასში არ იქნება ლიდერები, რადგან თითოეული გახდება წყარო. არ იქნება წესები, იქნება რეზონანსი. არ იქნება შიში, რადგან ცოდნა რწმენას შეცვლის. ახლა, როდესაც თქვენ უკვე ასე ახლოს ხართ ამ გაგებასთან,
რჩება მხოლოდ ერთი რამ. მიეცით საკუთარ თავს ჟღერადობის საშუალება. არ დამალოთ, არ დაელოდოთ, არამედ გახდეთ ის, ვინც თქვენ იყავით ჩაფიქრებული. არა ჩრდილი, არამედ ცეცხლი. არა კითხვა, არამედ პასუხი. არა მაძიებელი, არამედ ის, ვინც სინათლეს ატარებს. სანამ ზოგიერთები ცდილობდნენ ტესლას დავიწყებას, სხვები მისი სახელის ისტორიიდან წაშლას, დრო დაუნდობლად მიიწევდა იმ მომენტისკენ, როდესაც მისი გამოცხადებები კვლავ უნდა გაჟღერებულიყო. რადგან ჭეშმარიტება არ კვდება. ის შეიძლება დაივიწყონ, განდევნონ და ამახინჯონ, მაგრამ ერთ დღეს ის ბრუნდება, მათ მეშვეობით, ვინც ისმენს, მათ მეშვეობით, ვინც გრძნობს, მათ მეშვეობით, ვინც იღვიძებს და უცებ ხვდება, რომ ყველაფერი, რაზეც ტესლა ოცნებობდა, არ იყო მარტოსული გენიოსის ფანტაზია, არამედ სინათლით დაწერილი მომავლის რუკა. დღეს ჩვენ მივედით იმ ზღურბლთან, რომელზეც ის გვაფრთხილებდა. სამყარო დგას დიდი განშტოების ზღვარზე, ან გამოღვიძება, ან საბოლოო ჩაძირვა ხმაურში, შიშში, ილუზიაში. ამ ზღურბლზე თითოეული ადამიანი არა დამკვირვებელია, არამედ მონაწილე. რადგან ტესლა მართალი იყო, თითოეული ადამიანი ანტენაა, თითოეული ასხივებს, თითოეული ჩვენგანი უკვე გადასცემს ვიბრაციას სამყაროში. საკითხი მხოლოდ იმაშია, თუ რომელ სიხშირეზე ვჟღერთ. ტესლას ჯეროდა, რომ, როდესაც ადამიანი იხსენებს, ვინ არის ის სინამდვილეში, ენერგია იწყებს სხვაგვარად დინებას, სივრცე პასუხობს, შემთხვევითობები ქრება, იწყება მორგება. სიჩუმე ხდება სავსე, მასში ისმის სამყაროს პულსი, მასში არის ის ხმა, რომელიც ჩურჩულებს. შენ ხარ ყველაფრის ნაწილი. შენ ყოველთვის იყავი. შენ და მე ერთნი ვართ. ის არ სურდა შეექმნა რელიგია, არც ცდილობდა კულტის შექმნას. ის უბრალოდ გრძნობდა, რომ სიყვარულის, მადლიერების, პატიოსნებისა და შთაგონების ვიბრაციები არის ის, რაზეც ცადგას. თუ ადამიანები ისწავლიან ამ სიხშირეებზე ჟღერას, დედამიწა შეიცვლება, არა რეფორმებისგან, არა ტექნოლოგიებისგან, არამედ შინაგანი ალქიმიისგან, როდესაც შიში ნდობად იქცევა, როდესაც აურზაური ადგილს უთმობს აზრს, როდესაც ადამიანი იხსენებს, რატომ მოვიდა. ბოლო გზავნილი, რომელიც მან მოწმეების სიტყვებით ხმამაღლა წარმოთქვა თითქმის ჩურჩულით, იყო სინათლე შიგნიდან მოდის. ეს არ იყო ნათურის შესახებ, ეს იყო ადამიანის შესახებ. იმაზე, რომ ყველაფერი, რაც საჭიროა, უკვე არსებობს. იმაზე, რომ ღმერთი არ არის ტაძარში, არც წიგნში, არც შორეულ სამყაროებში, არამედ იმაში, თუ როგორ გიყვართ, იმაში, თუ როგორ პატიობთ, იმაში, თუ როგორ უყურებთ ვარსკვლავებს და არ შორდებით სხვის ტკივილს. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ძალიან ბევრი ინფორმაციაა და ძალიან ცოტა ჭეშმარიტება. მაგრამ ჭეშმარიტება არ იმალება რთულ თეორიებში, ის ვიბრაციაშია. იმაში, თუ როგორ გრძნობთ თავს, როდესაც ისმენთ რაღაცას, რაც სულის სიღრმეში ეხმიანება, იქ, სადაც გონება დუმს, ხოლო გული განსაკუთრებით ძლიერად ცემს. თუ ახლა, ამ ყველა სიტყვის შემდეგ, ამ მთელი ისტორიის შემდეგ, თქვენ შიგნით განათდა, ესე იგი თქვენ მორგებული ხართ. ესე იგი თქვენ გაიგეთ. ესე იგი თქვენ მზად ხართ. არა მხოლოდ ცოდნისთვის, არამედ ცხოვრებისთვის, ახალ სიხშირეზე. იმისთვის, რომ იყოთ სინათლე, არა სხვისი სარკე, არამედ საკუთარის წყარო, არა ძველის გამეორება, არამედ ახლის გამტარი. რადგან ყველაფერი დიდი იწყება არა გამოგონებებითა და პატენტებით. ის იწყება ადამიანით, რომელიც ერთ დღეს გადაწყვეტს. მე ვიჟღერებ სიყვარულის სიხშირეზე. მე დავინახავ ღმერთს საკუთარ თავში, სხვებში, ყოველ წამს. მე ვატარებ ამ სინათლეს, თუნდაც ბნელოდეს, თუნდაც არავინ მერწმუნოს, თუნდაც გზაუცნობი იყოს. ტესლამ იცოდა, რომ ეს მომენტი დადგებოდა. ის უკვე დადგა. თუ გრძნობდით, გააგრძელეთ. თუ ტიროდით, ნუ გეშინიათ. თუ სიჩუმე გინდოდათ, მოусმინეთ. თუ გული უფრო ხშირად გიცემთ, იცოდეთ, თქვენ უკვე ველში ხართ. იმ ველში, სადაც ღმერთი ცხოვრობს, სადაც მომავალი იწყება, სადაც აღარ არის მარტოობა, შიში და სიცრუე. დარჩა მხოლოდ თქვენი ვიბრაცია და სამყარო, რომელიც ელოდება, რათა პასუხად გაჟღერდეს. მოიწონეთ, თუ იგრძენით ეს. გააზიარეთ ეს ვიდეო,
თუ გსურთ, რომ ვიბრაცია გაიზარდოს, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული როგორი იქნება ხვალინდელი დღე. ღმერთი უკვე აქ არის და თქვენ მზად ხართ მოსასმენად.